გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. პირობები კარგი დაგვიტოვეს წინაპრებმა. ამან ყველაფერმა შეიძლება. ეხლა მე ოცნებაში მაქვს, რომ შეიძლება იმაზე დიდიც, გაცილებით დიდი გამოიღოს შედეგი. თუ აგორდა ეს კარგად, შეიძლება საქართველო გახდეს, ვთქვათ, ისეთივე ფანატიურად საინტერესო, როგორიც იყო ოდესღაც ჩაკეტილ სივრცეში. ეს არის ნაწყვეტი ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამების კრებულიდან, რომელიც დაზა ბიბილაშვილმა და დათო პაიჭაძემ გამოსცეს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი გამოწვევაა. მომავალი წლიდან ქვეყანაში გაიხსნება მრავალი ახალი საწარმო და ამით დაიწყება ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის. სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებისთვის. ჩვენ დავაწარმოოთ ისეთი მაღალხანისხიანი პროდუქტი, რომ ექსპორტმა ჩაანაცვლოს იმპორტი. ამ სიტყვებით მოგილოცა ახალი წელი ირაკლი ღარიბაშვილმა. აღმშენებლობითი პროცესების შეუქცევად ფაზაში შესვლის შესახებ ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. თუმცა შარშან დაპირებული 100 ახალი ქარხნის გახსნა ვერ მოხერხდა. ისევე როგორც არ განახევრებულა კომუნალური ტარიფები და საწვავზე ფასები. პენსია არ გაზრდილა საარსებობ მინიმუმამდე და ასე შემდეგ. ამის ნაცვლად ბიუჯეტში მილიარდზე მეტი დანაკლისი მივიღეთ, ხოლო წელს მთავრობას დამატებით თითქმის მილიარდ ნახევარი ვალის აღება უწევს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ სრულიად არ ეთანხმება ეკონომიკის დაღმასვლას. ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში ახალგაზრდა პრემიერის კვალიფიკაციაზე საუბრისას მისმა წინამორბედმა ხაზს გაუსვა ფრანგებისაგან ვერტალიოტის სარფიანად ყიდვას. დრო გვიჩვენებს, რამდენად საკმარისია ვერტფრენის შესყიდვის გამოცდილება 4,5 მილიონიანი ქვეყნის ეკონომიკის სამართავად, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უმუშევრობის შესამცირებლად, თუმცა ვარაუდი ახლაც შეგვიძლია. გადაცემის პირველ და მეორე ნაწილებში ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკურ ხედვაზე ვიმსჯელებთ. ასევე მოვისმენთ ხალხის ხმას. სალომე ბარკერმა მოქალაქეებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაუსვა შეკითხვა. წელიწადზე მეტია ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გართობით მოყვარულებში პოპულარული გახდა ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკები, რომლებიც სინთეზურ კანაბინოიდს შეიცავენ. ამ სუბსტანციებმა ნაწილობრივ ჩაანაცვლა მარიხუანა. იგივე შეიძლება ითქვას აბაზანის მარილებზე, რომელსაც კოკაინის, LSD-ს და MDMA-ის ეფექტის მისაღწევად იღებენ. ერთგვარ თავსატეხს წარმოადგენს ის, რომ ბიონარკოტიკებისა და აბაზანის მარილების ფლობა ხშირ შემთხვევაში ლეგალურია. მათი შეძენა მარტივია სხვადასხვა სპეციალიზებულ მაღაზიაში ან ინტერნეტით. რა მასშტაბის საფრთხის შემცველია ეგრეთ წოდებული ბიოსა და აბაზანის მარილების მოხმარება და როგორ შეიძლება ამ საფრთხესთან გამკლავება. ამ თემაზე გადაცემის ბოლო ნაწილში ვისაუბრებთ, მოკლედ დაგველოდეთ, ცოტა ხანში სტუმრებს წარმოგიდგენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თეორემას პირველი ნაწილის თემა არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური ხედვა. წარმოგიდგენთ თეორემას სტუმრებს, ბატონი ამზარ ჯგერენაია, უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი კახა ბენდუქიძე, თავისუფალი უნივერსიტეტი, აწერია კიდეც როგორც ყოველთვის და ბატონი დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი. დიდი მადლობა ბატონებო თეორემაში სტუმრობისთვის და სანამ გადაცემის პირველი და მეორე ნაწილის მთავარ თემაზე გადავიდოდე, სურს წარმოგიდგინოთ კალენდარი 2014 წლის, რომელიც შეადგინა დათო პაიჭაძემ და ზაზა ბიბილაშვილმა, სხვათა შორის ორივე ტაბულას ავტორია, მაგრამ ეს მას ტაბულასგან დამოუკიდებლად მოვიდათ ეს იდეა. კალენდარს ქვია მასშტაბებით ჩემი დიდი იყო, შეიძლება ვინმეს გეცნოთ, ეს არის ციტატა, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ციტატა და კალენდარი შედგება, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კალენდარი, ესეთ საქმიან ცხოვრებაში და ყველა კვირას აქვს იმ დღის მიხედვით, იმ კვირაში, წინა წლის იმ კვირაში ივანიშვილის მიერ გამოთქმული თითო ფრაზა, აი მაგალითად ჩვენ რომელ კვირაშიც ვიმყოფებით ახლა 20 იანვრის კვირა არის აი ესეთი მოწოდ ციტატით არის დამშვენებული, მინდა დავეხმარო საზოგადოებას ანალიზის გაკეთებაში. დავეხმარები ანალიზში და ვაჩვენებ ამის ფორმას.
ეს არის 20 იანვრის კვირას, როგორც ჩანს. ხო, და ჩვენ ზუსტად ამას ვაპირებთ, გამაანალიზოთ პრემიერის ეკონომიკური ხედვა, ივანიშვილის დახმარების გარეშე ამჯერად. თუ შეიძლება რომ ნახოთ, მოვუსმინოთ პრემიერს. წელიწადის განმავლობაში საუბარი იყო, რომ ეკონომიკის დაღმასვლა რაღაც კატასტროფა ხდება. ეს ხდება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ საუბარი გვაქვს გასულ წელს 2.8, მე მგონი საბოლოო ჯამში 3%-იან ზრდაზე. როდესაც საუბრობთ ეკონომიკურ ვარდნაზე, საუბრობთ პრობლემებზე, საუბრობთ ბიუჯეტის არ შესრულებაზე და შემდეგ. მე მინდა ცოტა შესავალი გავაკეთო. და შეგახსენოთ ყველას, რომ სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იყო. ასობით მილიონი ლარი მიემართებოდა ისეთ პროექტების დასაფინანსებლად, რომელსაც არ ჰქონდა გრძელვადიანი ეფექტი და ხელოვნური სტიმულირებით ბიუჯეტის ზრდის ერთჯერად ხანმოკლე ეფექტზე იყო გაწვრილი. და ეკონომიკა უბრალოდ არ არსებობდა საქართველოში. მოითა ასე ვთქვათ. ეს ეკონომიკა ბჭყალებს სააკაშვილი და მისი მთავრობა უწოდებდა, ეს იყო ხელოვნური, ასე ვთქვათ, სტიმულატორებით გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და რეალური მიზეზი იმისა, რომ გარკვეულწილად იყო ეკონომიკური დაღმასვლა, იყო პოლიტიკური არსტაბილურობა. ამას ყველა ერთმანეთს აღიარებს, მე მგონი თქვენს უნდა აღიაროთ. როდესაც თქვენი პრეზიდენტი, თქვენი ლიდერი გამოდიოდა ყოველდღე იმუქრებოდა, რომ მთავრობას დაითხოვდა, ასევე არსებობდა კოჰაბიტაციის ძალიან რთული პერიოდი. არასოდეს არ ყოფილა ასეთი განცხადება პრეზიდენტის მხრიდან. ყავდა ჩვენ სააკაშვილი, რომელიც მთელ სოფლიოში იძახდა, რომ მოვიდა დესტრუქციული მთავრობა, რომელიც ყველაფერს ანგრევს. და როგორ გინდათ, რომ ამ დროს ინვესტორი დაარწმუნოს, შემოიყვანოს საქართველოში და ინვესტიციები გააგრძელებინონ. ან თუნდაც ადგილობრივი ბიზნესმენი დაარწმუნონ, რომ ყველაფერი კარგად არის და მათ, ასე ვთქვათ, ისინი დაიყოლიო დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე და ჩადებაზე. ახალი მთავრობის მოსვლისთანავე ბიზნესი გათავისუფლდა სახელმწიფო ზეწოლისგან, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით აღარ მიმდინარეობს ბიზნესის ზოლა. არც ერთი ფაქტი აღარ არსებობს ამის. რის შედეგადაც მიმდინარე წლის მარტიდან რეალური ტენდენცია მზარდია. ეკონომიკა გამოდის, ასე ვთქვათ, შოკიდან, მე გავიმეორებდი ბატონ ნოდარ ხადურის სიტყვებს, რომ მართლაც ნაციონალური შოკიდან იყო გამოვიდა ეკონომიკა. და დაწყებულია რეალურად ეკონომიკის სტრუქტურული გაჯაცხების შეუქცევადი, თანმიმდევრული და მდგრადი პროცესი. სოფლის მეურნეობაში რეალური ზრდის მაჩვენებელი 9% შეადგენს, რაც ალბათ არავინ არ იცით. და საფინანსო საქმიანობა 7.6% გაიზარდა, ოპერაციები უძრავი ქონებით 6.3%-ით, იგივე გადამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა 4.5%-ით, ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 20%-ით და შეადგინა მართლაც რეკორდულ მაჩვენებელს. იგივე ევროკავშირში ექსპორტმა შეადგინა დაახლოებით გაიზარდა უფრო 65%-ით და შეადგინა 540 მილიონი დოლარი. რუსეთში ასევე ექსპორტი სამჯერ გაიზარდა, შეადგინა 160 მილიონი დოლარი. ეს ყველაფერი არის მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოზიტიური მაჩვენებლები ბოლო მესამე და მეოთხე კვარტალში. ახლა რაც შეეხება თქვენს მიერ დაფინანსებულ პროექტებს. ჩვენ ვიყოფებით ახლა პარლამენტის შენობაში, რომელიც დაждდა დაახლოებით 340 მილიონი დოლარი დამოწმება. ბატონო ირაკლი, მე საგადასახადო შემოსავლებზე ვკითხეთ პარლამენტში. დამთავრებინით. სწორედ ამ შენებლობაში დაიხარეს 340 მილიონი ლარი. როგორი ნაშენებიც არის და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ძალიან კარგად ჩანს. მე გულისხმობ შემოსასვლელს, რომელიც უკვე დანგრეულია. ბატონო ირაკლი, ეს არის საკითხებზე რეალურად სახე ბატონო ირაკლი, ეკონომიკას მაგაზე არ მიკითხავს. მე შეგეკითხეთ, რომ საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 650 მილიონი ლარი. და რას აპირებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს? ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ჩვენ გითხარით რა მიმართულებით სამთავრო პროგრამაში. ორი სიტყვით გითხარით. სიჩუმე შეიძლება. დამთავრებით. ერთმანეთს დაელოდეთ. და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა. ამ გეგმის თაობაზე მე მგონი ნოდარმა ისაუბრა უკვე. თქვენ ყავდათ ნოდარ ხადური საკომიტეტო მოსმენა, შეგეძლოთ დაგესვათ, შეგიძლიათ. ბატონო ნოდარი მუდმივად ანუ ბატონო ზურა, როგორც მე გავიგე ბიზნესი კონკრეტული გეგმა, ამ გეგმაზე ჩვენ აეგმილო, მაინტერესებს აი გეგმა. ასოს გეგმა, როგორც მე გავიგე ბიზნესი იმიტომ მიიჭირყუნა რომ პროგრამას. როგორც მე გავიგე ბიზნესი იმიტომ მიიჭირყუნა წელს რომ გათავისუფლდა
და ეს ზრდა რომელიც ქვეყანაში იყო ილუზორული და დამოკიდებული იყო პარლამენტის მშენებლობაზე. სხვა შორის თუ გაინტერესებთ, ნარმანია სამინისტრომ დახარჯა დაახლოებით 150 მილიონზე მეტი თუ შევადარებთ გასულ წელს. ანუ საუბარი იმაზე იყო, რომ ნარმანია სამინისტრომ ვერ დახარჯა ვერაერთი ხარჯები. პირიქით, იმაზე მეტი დახარჯა, რაც 130 მილიონით მეტი დახარჯა ვიდრე გასულ წელს. და 250 კილომეტრი გზა დააგო, 30 ხიდის რეაბილიტაცია მოახდინა და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა წელს. ეს ყველაფერი არ ჩანდა უბრალოდ, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემაც არის ალბათ, რომ კომუნიკაცია არ ქონდა სათანადო. 400 მილიონ ლარი კრედიტზე დაკავშირებით თუ შეიძლება რომ გამცეთ პასუხი. არა, 400 მილიონ ლარი კრედიტზე თქვენ შეგიძლიათ რომ ხადროს მიმართოთ, ან იგი მართათ. თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. არა, გასაგებია, ამ ეკონომიკაზე პასუხისმგებელიც, რა თქმა უნდა. კი, ვარ და ვიქნები მიგიდებას. კი, თქვენ შეიძლება რომ საქართველოს მოქალაქეებს უფასუხოთ, რა საჭირო არის, რატომ გახდა აუცილებელი ასეთი ცუდი ძვირი შიდა ვალის აღება. თქვენს მიერ მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად. ბატონო დავით, თუ გიორგი უკაცრავად. ბატონო გიორგი, თქვენს მიერ აღებულ ვალდებულებას ვფარავთ და ვასწორებ თქვენს მიერ დაშებულ შეცდომებს და ხარვეზებს. აი მაგიტომ, იმიტომ რომ დაანგრიეთ რეალურად, ეკონომიკა კი არ ააშენეთ, კი არ შექმნით, არამედ რეალურად დაანგრიეთ. მოусმინეთ პრემიერ-მინისტრს, ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვეკეთებინა ნაკრები, რაც მეტნაკლებად წარმოაჩენდა მის ხედვას და ზოგადი კითხვით დავიწყებ. ბატონ დემურ, თქვენ გკითხავთ პირველს და პრინციპში ყველა საზრი მინდა მოვისმინოთ. თქვენი აზრით, როგორი ხედვა, რა ეკონომიკური ხედვა აქვს პრემიერს? არის ის მემარჯვენე, მემარცხენე, რა იდეოლოგია იკვეთება თუ იკვეთება მის სიტყვებში? თქვენ როგორ შეაფასებდით მის ხედვას? მე ვფიქრობ, რომ თუ შეიძლება ჩვენ მთავრობის კრიტიკა განვახორციელოთ დღეს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კრიტიკისა, აბსოლუტურად ჯანსაღი კრიტიკისა არის ის, რომ 2013 წელს ახალმა მთავრობამ ისე იმუშავა, რომ მას ერთიანი ხედვა, ერთიანი სტრატეგია გააზრება იმისა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ძალიან ხისტი მოქმედებები, აი სისტემურ კრიზისში მყოფი ქვეყნის გამოყვანისა არ ქონია. ამიტომაც შეიძლება გარკვეული, თქვათ, სხვადასხვა იდეოლოგიურ დოქტრინების გამოძახილი იყოს მთავრობის მოქმედებები წლის განმავლობაში, იმიტომ რომ არის, თქვათ, მემარცხენე იდეოლოგიური დოქტრინა, მას თავისი ეკონომიკური დოქტრინა აქვს, იმას თავისი შეხედულებები აქვს, არის მკაცრად გამოკვეთილი, ვთქვათ, კონსერვატული პოლიტიკური დოქტრინა და ეკონომიკური დოქტრინა. რა ვიცით, ნაკრებებია და როგორც წესი, როცა ნაკრებებთან გაქვს საქმე, ყოველთვის ძალიან რომ იტყვიან მკაცრ შედეგზე გასვლა ყოველთვის ძნელი არის. ამიტომ თავი ის არის, რომ მხოლოდ ეხლა ყალიბდება, მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ერთიანი სტრატეგია ქვეყნის განვითარებისა, მას პირობითად ქვია საქართველოს 2020. აი, როდესაც გამოქვეყნდება ეს, მე ვფიქრობ, არ იქნება ცუდი დოკუმენტი, სადაც გაკეთებულია სამი მთავარი აქცენტი და თუ კი მთავრობა მიიღებს ამ, თქვათ, პროგრამას, სტრატეგიას, შეიძლება ვისაუბროთ, რომ მთავრობას ხედვა გააჩნია. მე ახლა მომაწოდეს ეს დოკუმენტი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, არ დამტკიცებულა, მხოლოდ ბიზნესმენებს გააცნეს, პრემიერი, როდესაც ბიზნესმენებს შეხვდა, სამწუხაროდ რო არ მქონდა რომ გავცნობოდი, როცა გავეცნობი, ამაზეც აუცილებლად გავაკეთებ გადაცემას და ცხადია, მოგიწევთ ბევრი ეკონომიკაზე. ამიტომ იყო ვფიქრობ შედეგი დაბალი ეფექტის მომცემი, ამიტომაც იყო შეიძლება ზრდა რაღაც არის, მაგრამ ეკონომიკური თქვათ აქტივობა ძალიან დაბალია და მთელი რიგი პრობლემები არის. უშუალოდ პრემიერის ხედვაზე მინდა გკითხოთ ნინო, როგორ ფიქრობთ? რა ხედვის მატარებელი შეიძლება იყოს ეგ თვითონ პრემიერი, თავად პრემიერი, მთავრობის გუნდის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, თქვათ, აი ბიძინა ივანიშვილმა როცა ის წარადგინა, მისი ეკონომიკური გამოცდილების მაგალითად მოიყვანა, ციტირებ ამ შემთხვევაში, რომ ვერტალიოტი სარფიანად იყიდა ფრანგებისგან. ანუ აი ჩვენ მოусმინეთ მის განცხადებებს ეკონომიკურ საკითხებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? როგორია მისი ხედვა? ხო, იცით რა, რაღაცა პრემიერ-მინისტრი მაინც ახლად არჩეული არის ამ პოსტზე და მე თუ შეიძლება ზოგადად მთავრობის პოლიტიკაზე გავაკეთებდი უფრო მეტად აქცენტს. მოგეხსენებათ, უკვე არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ხელისუფლებაში მოსული ახალი გუნდი რაღაც არჩევანის წინაშე იდგა, რომ თავისი ის დაპირებები, რომელიც წინა საარჩევნოდ უხვად ჰქონდა გაცემული, რამენაირად უნდა დაეკმაყოფილებინა, ხო, 2013 წლისთვის. თავისთავად ის ფაქტი, რომ 2013 წლის ბიუჯეტი, რადგანაც ეს გახდა თავარი ფინანსური დოკუმენტი ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის იმ დროისთვის და არის ძირითადად რეალურად მნიშვნელოვანი დოკუმენტი,
ითვალისწინებდა ამ სოციალურ ვალდებულებებს, რომლის შესრულების, ასე ვთქვათ, რესურსი ქვეყანას იმ დროსაც არ გააჩნდა და რაც სამწუხაროა 2014 წელშიც გაგრძელდა ეს ტენდენცია იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი სოციალური ვალდებულებებით ყოფილიყო ეს ბიუჯეტი, ასე ვთქვათ, დატვირთული, მაგრამ რეალურად რესურსი იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს ამის, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილება არ ჩანდა. მოგახსენებთ იმასაც, რომ ეს ზოგადად ეს სტაგნაცია და პოლიტიკური არასტაბილურობის ზეგავლენა ამ პროცესზე, რომ მაღალი იქნებოდა, ესეც თავიდანვე ცხადი იყო და რა უნდა გაეკეთებინა ამ დროს მთავრობას. მთავრობას, რა თქმა უნდა გაეკეთებინა აქცენტი უფრო იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა შეენარჩუნებინა და ამის გათვალისწინებით მომხდარიყო შემდგომ, ხო ხვდებით ამ სოციალური რაღაცა. მთავრობის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრებთ, ხედვას მე ვერ გეტყვით, რომ მთავრობას რამე ხედვა გააჩნია. ეს ხედვა რო ქონოდათ, მე ვფიქრობ, ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, ასეთ რთულ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ, იმიტომ რომ ეს მთელი ერთი წელი და რა ეხლაც ხასიათდება, მე ვფიქრობ, გარკვეული კი არა და საკმაოდ ბუნდოვანებით და არა თანმიმდევრულობით ის პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. ბატონ კახა, ჩემს კითხვასთან ერთად თუ შეგიძლიათ იმაზეც მიპასუხოთ, იმიტომ რომ პრინციპში თქვენ გარკვეული პასუხისმგებლობა გეკისრებათ იმაზე, რაც თქვა წინა წლებში ხდებოდა ეკონომიკაში. ჩვენ ახლა მოვისმინეთ და არაერთხელ გაგვიგია ახალი პრემიერისგანაც, წინა პრემიერისგანაც და ზოგადად მთავრობის წევრებისგან, რომ ჩვენ რაც გქონდა ამ 9 წლის განმავლობაში ის ეკონომიკა არ იყო და წინა ხელისუფლების პირობებში ეკონომიკა არ არსებობდა. ახლა ზოგადად ეს სასაცილოა რომ მე არ ვიცი ხარ თუ იუმორისტულ გადაცემას თუ ჩააწერებთ, იქ მოვალ და ამაზე ვიშაყირებ, მაგრამ ახლა რა უნდა თქვა, ეკონომიკა არ არსებობს. ვიშაყირეთ, თავისუფალი ფორმატია. ხო, ეკონომიკა არ არსებობს, არაფერს არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, ეს აი თქვენ არა კაცი არა ხართ, აი ესეთ რაღაცას ნიშნავს უფრო? არა, მაგასაც არ ნიშნავს, იმიტომ რომ ეკონომიკა არ შეიძლება ეკონომიკა არ არსებობდეს, ხო? ეკონომიკა, ანუ თუ ადამიანები არსებობენ და მათ შორის გაცვლა ხდება, მაშინ ეკონომიკაც არსებობს. ნუ მე მგონია რომ აქ ჩვენ ეხლა თქვენ რაც ამოცანას დაგვისვით ჩვენ, ანუ რა როგორი ხედვა, ამას სჭირდება ესეთი ეკონომიკური ფროიდი, ხო? ანუ ეკონომიკური ფსიქოანალიზის გაკეთება სჭირდება, იმიტომ რომ ზუსტად გავუგებარი ახლა მე მესმის სხვადასხვა რამ მთავრობის წევრებისაგან მე ზოგიერთი მათგანის შეხედულებები ასევე ვიცი და მე მგონია რომ ჯერ ერთი აქ ღრმა, ვთქვათ ესეთი წინააღმდეგობა არის შეხედულებებს შორის და გარდა ამისა ეჭვმაქვს რომ პრემიერი, ანუ შეიძლება ამ კომუნიკაციის ნაკლებობაც არის მთავრობის წევრებსა და პრემიერის შორის, იმიტომ რომ ზოგადად ის ყველაფერი რაც გვესმის მთავრობიდან შეუძლებელია რომ იყოს ერთი კოჰერენტული, ვთქვათ, დაალაგებული კონცეფცია იყოს, ხო? იმიტომ რომ მაგალითად ერთის მხრივ აი მაგ დოკუმენტში სხვა შორის 2020 ეს არის პროექტი, მაგრამ პროექტი კარგად დაწეული მხრივ, ანუ სტრუქტურირებული პროექტია, რომელიც ბიზნესმენებს შეხვედრაზე დაურიგდათ. იქ მაგალითად წერია რომ წინა წლებში მიღწეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ოღონდ ეს თითოეულ ოჯახმა ვერ იგრძნო. კი, აი მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს, მისმას იკეთე მოსახლეობის დიდ ნაწილამდე ვერ მიაღწია. რა თქმა უნდა. ამავდროულად იგივე ხალხებიც მაგ დოკუმენტი დაწერა, იძახის რომ ეს არ არსებობდა, იყო ეფექტური და რაღაც ხელოვნური სტიმულირებით და ნუ მათ შორის არის ეს ცნობილი რაღაც ფრაზა, რომ აი თქვენ რომ ააშენეთ პარლამენტი, ეს დაჯდა ზდაში. ეს მე არ ვიცი რა შეჭებს ეს დაჯდა ზდაში. მაგ ფრაზის ავტორს მე მგონი ძალიან სულად წარმოუდგენია საერთო ეკონომიკური ზრდა როგორ ითვლება. ნუ აი მედია რომ ემზარი დამეთანხმება მაგაში, რომ არაფერს ზდაში ეს არ დაჯდა, იმიტომ რომ იქ ვთქვათ, როგორც ინვესტიცია, ასევე იმპორტიც არის და ეს ბათლდება და ასე ვთქვათ, ნოლი გამოგდის შედეგიც ხალხი. რაღაც მიკროსკოპული რაოდენობა, რაღაც 0.01% როლი ითამაშოს. რაც შეეხება ეკონომიკურ, მაგრამ მე მგონია რომ ამიტომ ხომ მე ამ ფსიქოანალიზის აი რას ფიქრობს ანგლიაში, ნუ შეიძლება არც ანალიზში ვერ შეგვიყვანთ. ანალიზში ვერ შეგვიყვანთ, როგორც ამბობდა ბატონი ბიძინა და არც არის შემცეთ ეს საინტერესო, იმიტომ რომ ეს ჩვენ ვართ ახლა პროცესის მოსწრებია, ლაპარაკია პროცესის საითკენ წავა. ხო? მე მინდა უბრალოდ აღვნიშნო, არსებობს რაღაც მითები, რომლებიც შეიქმნა ამ დროს, აი ამ ბოლო წლის განმავლობაში
და მე მინდა ამ მითებს უპასუხო. ერთი მითი არის მაგალითად, რომ ეს იყო კოჰაბიტაციის შედეგი და კოჰაბიტაცია ზოგადად არის ცუდი ეკონომიკისათვის და ეს პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგია. მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები ახლა გამოვიდა რეცესიიდან და არის ძალიან რადიკალური კოჰაბიტაციის მეცად გეტყვის, რომ ხო, ფაქტობრივად პარლამენტმა გააჩერა მთავრობა, ანუ შეწყვიტა მისი დაფინანსება და მიუხედავად ამისა ყველაზე უფრო კარგი შედეგები ბოლო რამდენი წლის განმავლობაში იყო დაფიქსირებული ახლა. გარდა ამისა, ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ისტორიიდან, მხოლოდ რომ როდესაც იყო კოჰაბიტაციის სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი და პარლამენტი იყო სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, მაშინ ფიქსირდებოდა ყველაზე უფრო სტაბილური ბიუჯეტი და ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა. ესეც ასე ვთქვათ, ესეთი არ დაგვაგვიდეს ეს ფაქტი. და გარდა ამისა არის იგივე ჩვენი ქართული მაგალითი 2007 წელი, როდესაც იყო ნოემბრის მოვლენები და იქამდე ამ ნოემბრის მოვლენას უსწრებდა მრავალი პოლიტიკური აქტიური ფაქტორი, ნახევარი წელიწადი იქამდე, 5 თვე იქამდე იყო გამოსვლები და ასე შემდეგ. იყო ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს ისტორიაში 12.4%. როდესაც ნახევარი წელი ქალაქის ცენტრი იყო კარვებით, გალიებით დაფარული და რაც ყველა ინვესტორს, რომელიც ჩამოდიოდა, იყო გასაგები, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დაძაბულობა, იყო ასევე ორნიშნა ზრდის წელიწადი, ასე რომ ამ პოლიტიკურ სიტუაციაზე ჩამოწერა აი ამ დაბალი ზრდისა შეუძლებელია. და ეს კოჰაბიტაციაც რეალურად ხო ცოტა ჩემი შეხედულებით ყოველ შემთხვევაში უადგილოდ ნახმარი სიტყვა გამოდის, იმიტომ რომ ის რასაც კოჰაბიტაცია გულისხმობს, არის რომ ძალაუფლებას ინაწილებს, თქვათ, ორი პოლიტიკური ძალა და რეალურად პრემიერს, პრეზიდენტს პრინციპში რა ძალაც ქონდა, ისიც დაუთმო, ხო? ისიდან პრინციპში ყველაფერი. მე როგორც რამდენიც მახსოვს, ერთადერთი რაც პრეზიდენტმა გააკეთა ინგლისში არ დააკეთა, ეს არის ერთადერთი თუ მაგის გამო დაინგრა საქართველოს. კი, რა რამდენიმე ელჩისა თან ქონდათ. ბატონო ემზარ, თქვენთან მექნება ერთი შეკითხვა, იგივე კითხვა მაქვს, რასაკვირველია, თქვენ ეგება შენიშნეთ რაიმე, ვთქვათ, კოჰერენტული ხედვის ნიშნები მთავრობას ეგრეში. ძალიან საინტერესო კითხვაა და რაც შეეხება მთლიანობაში სოფლიოში ამ სიტუაციას, ბოლო კრიზისის შემდგომ ეს ეკონომიკური პარადიგმა მთლიანად შეიცვალა. დღემდე ყველა სერიოზული მკვლევარი ეძებს სოფლიოში როგორი დოქტრინებია, ბოლო ნაშრომი ორი კრუგმანის ერთი და მეორე შტეგლიცის უძამაზე ღია დისკუსია და ვერ მივიდნენ საერთო მიშოვამდე ძალიან თავისუფალი ეგეთ წოდი დასავლური ეკონომიკის ქვეყნება კრიზისის დროს როგორც მემარცხენე მთავრობები ესე დაიწყეს მიშოვება და დაუწყეს დაფინანსება ბანკებს ძირითადში მთავრობა საკმაოდ სერიოზულად ჩაერია რიხომ ბრადერის გარდა ყველა სფეროში მათ შორის საბანკოში დააშენეს ამაზე არ აღნიშნავ კი ბატონო კახამ რაც ახსენე რომ ამერიკის ეკონომიკიდან გამოყვანა ერთი კაცის სიჯიუდენ გამოიწვია ალან გრინსპენის რომელიც იმ პოლიტიკამ დიაფეფულებას მიწოდება რაც ქვია გაჭრა და დღეს ამერიკას სერიოზულად კარგი მონაცემები თუმცა მის ვალუტა საკმაოდ სერიოზული კურსის ვარდნას განეს აქ რაც ეხება საქართველოს ნუ სოფლიო გაურკვევლობით ალბათ ვერ იხსნება ხო პირდაპირ თვითონ პრემიერი ღარიბაშვილი არის მემარჯვენე შეხედულების მაგრამ რაც თავრობა აკეთებს თლიანობაში ყველაფერი მემარცხენეა ბიუჯეტი მემარცხენეა სოციალური ხარჯების წინ გამოწვევა და ეკონომიკის ხარდაჭერის ნაწილში უკან დაწყება მემარცხენეა ეს ჩვენ სუბსიდიას ვაძლევთ სოფლის მეურნეობაში მემარცხენეა რომ ურიგებთ ფულს შესყიდულ მანდარინს ეს ყველა ეს მონაცემი არის მემარცხენე იდეოლოგიის ნაწილი თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რომ მთავრობაზე გამოხატული ჩამოყალიბებული თქვათ ხედვა თუ როგორ ვაპირებ ჩვენ რა საქართველოს ვაპირებ როგორ საქართველოს ვაპირებ ეს არ გაგვაჩი აგაჩი რომ მემარჯვენეა პერსონალური ურთიერთობის შედეგად იმიტომ რომ ფაქტურად ჩვენ ხანდახან ვძახით ერთის მხრივ ვთქვი ბატონ დემონი ახსენა რომ არა გვაქვს დოქტრინა დაწერილი მე ამაზე თან დაკავშირებით მახსოვს ერთი რამე საქართველოში რომ წინა ხელისუფლების დროს იყო ანტიმონოპოლური კანონმდებლობა ჩემთვის საკმაოდ საინტერესო ჩამოყალიბებული სადაც ბატონ კახამ ჩამოყალიბა სტრატეგიული ხაზი რომ მთავრობამ რომელიც ძირითადი შემქმნელი იყო მონოპოლიების არ უნდა შეექმნათ ეს მონოპოლიები და ყველაზე დიდი მიღწევა იყო მეორადი კონტროლი მარეგულებელი ორგანოების მე დღეს როგორც გარდან შეხედარი ადამიანი როგორც ეკონომისტი ვამბობ რომ ეს იყო სასწავლად კარგი ინსტიტუტი ერთი დღე ამ ინსტიტუტს არ უმუშავია. არც მეორადი კონტროლი განხორციელებდა მარეგულირებაზე. არც რომელიმე მთავრობის გადაწყვეტილება რომელსაც შეიქმნა მონოპოლიები ხელი არ შეუშლია და ანუ კანონი არსებობდა საკმაოდ ნორმალური და საზოგადოება მუდმივად გაიზარდა რომ არ არის ანტიმონოპოლური სამსახური. აგერ იყო ეს ანტიმონოპოლური სამსახური. წინა ხელისუფლების პრობლემაზე საუბარი. არა, ორი და გადასვლა ანუ
ჩვენ მაშინ იქიდან მოყოლებული ეს პრობლემა დღემდე მოვიტანეთ. დღესაც საქართველოს მოსახლეობას ვეუბნებით, რომ აი წამალი რო ძვირია, საწვავი რო ძვირია, იმიტომ რომ ანტიმონოპოლური სამსახურია, ფუჭმონოდინზე ვლაპარაკობდა შეხედული. ანტიმონოპოლური სამსახური არ არსებობს, თორემ ანტიმონოპოლური სამსახური რო არსებობდა, შევარდებოდა ამ ავერში და ეთყოდა თქვენ ან წამალ დასენუგი. უფრო მეც გეტყვით, იგივე ხდება, რომ დღეს ვამბობთ, რომ აი ის რო იყოს დოკუმენტი, სტრატეგიული ხედვით ამ დოკუმენტს თავი ჩარჩო ქონდა ყოველ შემთხვევაში პოლიტიკაში და მეცნიერებაში დღემდე ჩვენ უკვე გავიგებდით როგორი შეხედულება. არამც და არამც. მე მაგალითად შეხედულებას ვთვლი ბიუჯეტის დაფინანსების მიხედვით. თუ თქვენ დღე-დღე პენსიას აფინანსებთ და ჯანდაცვას აფინანსებთ, ასოციალურ ხარჯებს, ჩემთვის თქვენ მემარცხენე თქვენ იყო იდეოლოგიით პირადად მემარჯვენე ადამიანი. ერთი კითხვა, რომელსაც ჩვენ გვერდს არ ვარაულით, იმიტომ რომ ამ მომენტში მე რატომღაც ესეთი ეჭვი მაქვს, რომ ყველაზე აქტუალური კითხვა ეს არის ლარის გაუფასურება. განსაკუთრებით ეს თემა აწუხებთ იმ ადამიანებს, ვისაც ვალდებულებები აქვთ უცხოურ ვალუტაში და ხელფასს და შემოსავალს იღებენ ლარში. გაჩნდა ვარაუდებით იმის თაობაზე, რომ ხელოვნურად ხდება ლარის გაუფასურება, იმისთვის რომ რიცხობრივად ან რიცხვებში ასახული ბიუჯეტის დანაკლისი შეივსოს. რამდენად ბატონ კახა, რამდენად რეალისტურია ეს ვარაუდი და ზოგადად რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ლარის გაუფასურება მტკივნეულად ეხება? სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი? ძალიან ცუდია და უნდა უთანაგზნო ცხადია ამ ადამიანებს. ზოგადად მე მგონი ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. ეხლა უბრალოდ ჩვენ მაგ პიკში ვართ ამ სწრაფი დევალვაციის რაღაც მოკლევადიანის და ამიტომ აი მოკლევადიანია თუ არა ესე გიწევთ. არა მოკლევადიანი საქმე იმაშია რომ ზოგადად მაგრამ ეს ცალკე დიდი შეხვედრის საკითხია. პატარა ეკონომიკებში, პატარა განვითარებულ ეკონომიკებში ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია როგორ არის სავალუტო სისტემა მოწყობილი და თუ ჩვენ ავიღებთ წარმატებულ მაგალითად პატარა ეკონომიკების, გინდათ ბალტიისპირეთი ავიღოთ, თუ გნებავთ განვითარებადი მაგალითად ისეთი როგორც სინგაპური, თუ გნებავთ სხვა ქვეყნები ავიღოთ, ბევრი პატრანი, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები, ზოგადად უფრო წარმატებას აღწევენ ქვეყნებს, რომელსაც არა აქვთ დეკლარირებული ეგრეთ წოდებული თავისუფალი კურსი, ანუ რომლებიც არ აძლევენ თავის თავისუფლებას, რომ და ეს უფლება თვითონაც ვერ აძლევენ ამავდროულად, რომ მქონდეთ კურსის მერყეობა. იმიტომ კურსის მერყეობა ხნის რეალურად ძალიან დიდ საზოგადოებრივ და ეკონომიკურ არასტაბილურობას ასეთების ქვეყნებში. კონტროლის მექანიზმიც? ხო, არა, კონტროლის მექანიზმი არსებობს, სამეგრაშია რომ არსებობს, აი სოფლიო ბანკს აქვს კლასიფიკაციას ქვეყნებისა და სავალუტო რეჟიმებისა და იქ არის ქვეყნები, რომელსაც აქვს თავისუფალი კურსი ეგრეთ წოდებული. ეს კურსი მერყეობს, მაგალითად კანადა, ეს კურსი მერყეობს, კანადის ეროვნული ბანკი არანაირად არ ცდილობს ეს კურსი მართოს, სხვა ინფლაციის მართვაზე ორიენტირებული და იქ შეიძლება კურსი გაიზარდოს, შეიძლება შემცირდეს და ეს არავის მანდამაინც კანადაში არ აღელვებს, მანდამაინც. არსებობს ქვეყნები, რომელსაც აქვთ და ასეთ ქვეყნების უსენგრეში უმრავლესობა, რომელსაც აქვთ ფიქსირებული კურსი. ხო, ეს ფიქსირებული კურსი სხვადასხვანაირად შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ რეალურად 200 ქვეყანა დაახლოებით, ხო, გაეროში გაერთიანებული, აქედან 100-ზე მეტს აქვს რეალურად ფიქსირებული კურსი. და არსებობს ქვეყნები, რომელთაც მიეკუთვნება საქართველოს, რომელსაც აქვს მართვადი კურსი. ხო? ჩვენ რომ ქვეყანა. ხო, მართვადი კურსი, საქართველოს მართვადი კურსი აქვს სავალუტო ფონდის კლასიფიკაციაზე რეალურადაც. ამიტომ ცხადია, შეიძლება ითქვას, რომ კურსი როგორი იქნება გარკვეულ ფარგლებში ეს არის მონეტარული ხელისუფლების შედეგი, ანუ მათი გადაწყვეტილების შედეგია, ანუ იქნება დღეს ასეთი თუ ასეთი და თუ ვლაპარაკობ ძალიან ფართო საზღვრებზე, ცხადია ეს ეკონომიკური პროცესების შედეგად არის ჩამოყალიბებული. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს კურსის აი ამ სიჩქარით აი ასეთი ზრდა არის ცხადია კონკრეტული გადაწყვეტილებების შედეგი. ხო? ეს არის სუფთა საბაზრო პროცესის შედეგი. ეხლა ვის აწყობს ეს? რამდენად აწყობს ეს მთავრობას? ჩემი სერით აქ მთავრობას უფრო მეტად აწყობს, ნუ შეიძლება ნაწილობრივ აწყობს მათ შორის დევალვაციაც, იმიტომ რომ ეს საშუალებას მისცემს იმ 1 მილიარდით, რომელიც იქნება დასაწყები მომავალ წელს უცხოური წყაროებიდან ცოტა უფრო მეტი დააფინანსოს საქართველოში.
მაგრამ მთავრობას კიდევ უფრო მეტად აწყობს, რომ იყოს ინფლაცია. ინფლაცია არავის არ აწყობს საქართველოში მთავრობის გარდა. არავის არ აწყობს, რომ როცა მის ჯიბეში ხელს ყოფენ და ფულის ნაწილს, ასე ვთქვათ, ამოიღებენ. არის რაღაცა, ასე ვთქვათ, არასწორი გაგება იმისა, რომ ინფლაცია წაახალისებს და სხვადასხვა ბიზნესმენი რატომ და იმუშაოს თუ ფასები არის დიბანურაშუაში, ეს საერთოდ გაუგებარია. ეს რაღაც ესეთი ძალიან ძველმოდური შეხედულებების არასწორი ინტერპრეტაცია და მთავრობას ინფლაცია ინტერესებს და აწყობს რატომ? იმიტომ რომ რეალურად ბიუჯეტის შესრულება და ასე ვთქვათ, გადაჭარბებული შესრულება არის სამი პროცესის შედეგი. ხო, პირველი ეს არის ამდენად კარგი არის ამოღება, ანუ თავშოთ უნდა გადაიხადოს ეკონომიკამ 100 ლარის, ან 100 მილიონი ლარის გადასახადები და 100-ს ამოიღებ თუ არა. მეორე ეს არის როგორ იზრდება ეკონომიკა, ანუ რეალური ზრდა როგორი, თავშოთ 3% თუ იზრდება, მაშინ 100 ლარს ნაკლები მიემატება და 3 ლარი მიემატება და თუ 6% იზრდება, მაშინ 6 ლარი მიემატება და ასევე ამას ამოიღებს კარგი ამოღების შემთხვევაში მთავრობა და როგორია ინფლაცია, იმიტომ რომ ინფლაცია ასევე ამ 100 ლარს თუ ადავშოთ ინფლაცია არის 5%, ეს კიდე 5 ლარი დაემატება და თუ 8% ინფლაცია კიდე 8 ლარი დაემატება. ამიტომ მაღალი ზრდა და მაღალი ინფლაცია მთავრობისთვის კარგია, ვინაიდან მას ხელს უწყობს, რომ კარგად შეასრულოს ბიუჯეტი, გადაჭარბებით შეასრულოს მას შორის ბიუჯეტი, მაგრამ ცუდი არის მთლიანი ეკონომიკისათვის. ეკონომიკისთვის და პოლიტიკური დანაკარგი ამას არ ახლავს. ცხადია, პოლიტიკური დანაკარგიც არ ახლავს. ბატონ დემური, ერთ კითხვას დავამატებთ, ცხადია თქვენ შეგიძლიათ პირველში რომ სწრაფად გავიერთმოთ ბევრი კითხვა დაგროვილი და ყველას უნდა მივცე შესაძლებლობა და მე ამ ნაწილს მოვჭე და მეორე ნაწილშიც ეკონომიკაზე ვისაუბრებთ. ბატონი პრემიერი წინა საახალწლოდ დაგვირდა რომ საქართველოში წარმოება ისე უნდა განვითარდეს, რომ ექსპორტმა ჩაანაცვლოს იმპორტი. ზოგადად რა არის ეს აკვიატება და რამდენად ცუდია ქვეყნისთვის თუ მას აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სალდო თუ სწორად. მოდით ასე ვთქვათ, წინა კითხვაც და ეს კითხვაც არის ფაქტურად ცენტრალური და ის მარტო ეკონომიკურ პოლიტიკას არ ეხება. ეს არის საერთო ხედვის შედეგი და ჩვენ ხედავთ რომ ამ ხედვებში ბევრი სიცხადე არ არის და ვფიქრობ რომ შეხედულებები გარკვეულწილად მცდარია. პრობლემა რაშია? თავარი პრობლემა არის ის, რომ მე არაერთხელ დავწერდი და ახლა გავიმეორებ, რომ საქართველოში მაკროეკონომიკის ცენტრალური პრობლემა იყო ფულის კურსის პრობლემა და ფულის მასის პრობლემა. საქმე რაში არის? იმ ეკონომიკაში, რა ეკონომიკა წინა ხელისუფლებას გააჩნდა, სადაც ძირითადი აქცენტირება იყო გაკეთებული იმპორტზე და არ იყო, ვთქვათ, განსაკუთრებული პოლიტიკა იმ კონკურენტუნარიანი სფეროების განვითარებისა. ზუსტად ამას ამბობს ბოდიში გაწყვეტილებ პრემიერი, რომ ხდებოდა მოხმარებაზე აქცენტის გაკეთებაო, არ ხდებოდა წარმოებაზე და ეს იწვევდა შემდეგ უმუშევრობას, არ ვიცი. მოდით ასე ვთქვათ, მოხმარება შეიძლება საშინაო წარმოების ხარჯზეც გაზარდო და ძალიან მაღალ დონეზე მიიყვანო. ამიტომ თავარი რა იყო? ფული, მე ვფიქრობ, რომ კარგია რომ ბატონი კახა აქ არის, მე ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლებას რომელიღაც ეტაპზე ჰქონდა ალბათ არასწორი გათვლა, როდესაც მან დაიწყო ლარის კურსის გამყარება. ამ დროს უკვე პირველი ნაბიჯები გადადგმული იყო და ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგი იყო მაჩვენებლებში, ინვესტიციები შემოდიოდა ქვეყანაში. როდესაც ჩვენი ლარი მაშინ 2 და 2.1, 2 და 15, 2 და 1-ის ფარგლებში თამაშობდა, ვფიქრობ დოლართან მიმართებაში იდეალური ვარიანტი იყო, რა კი რესურსი არსებობდა, ლარის მასა თანდათანობით გაზრდილიყო ეკონომიკაში იმ შემოდინებული ინვესტიციების დოლარების ხარჯზე, რადგან ფულის მასა და მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მოცულობა თუ შევადარებთ ჩვენ საქართველოში სიტუაციას საოცრად გამოსულია იმ საერთო კანონზომიერებიდან. ახლა ამერიკაც რო თავი დავანებოთ, სადაც თითქმის 1/1-ზეა მთლიანი შიდა პროდუქტი ფულის მასა, ჩვენ 24-25 მილიარდ ლარზე ავედით მთლიანი შიდა პროდუქტში წინა ხელისუფლების დრო. ამ დროს ფულის მასა იყო 7.7 მილიარდი ლარი. ხომ ესე იგი რა სიჩქარით უნდა ებრუნა, ვთქვათ, ამ ფულს, რომ ის მოთხოვნა, რომელიც შიგა ვთქვათ ეკონომიკური პროცესების განვითარებისთვის იმ წარმოებისათვის, რომელსაც კონკურენტული უნარი გააჩნია, ამიტომ გაჩნდა ყველაზე ცუდი პრობლემა ქვეყანაში ფულის დეფიციტი.
ფული ხელმიუწვდომელი გახდა. ამიტომ, როდესაც კურსმა დაიწია, ამით მოხდა ის, რომ ეკონომიკაზე ორიენტირებული, თქვათ, მიმართულება სტაბილური გახდა. კურსი იყო მყარად დაჭერილი, იმ ორი შავი პარასკევს თუ გამოვტოვებთ ჩვენ და ამდენად კურსის გრადობა ერთი მხრივ ძალიან დადებითი მომენტია. ინფლაციაზე მოგება არავის არ შეუძლია. უბედში ორი სიტყვით რო ჩამოვაყალიბოთ. ანუ ეხლა კარგია ეს რაც ხდება, რო თქვათ. ეხლა მოდით გითხრათ, ის რაც ეხლა ხდება არის გაუგებარი. საქმე რაში ეს რომ იყოს მიბმული ეკონომიკურ პროცესებზე და ეკონომიკაში დაწყებული იყოს აქტიურობა, დაწყებული იყოს ინვესტიცია, მაშინ დგებოდა ცენტრალური მომენტი, ლარის დევალვაციის მომენტი, რადგან 1.67-ზე გაჩერებული უზარმაზარი კურსია ასეთი სუსტი ეკონომიკისთვის, მაგრამ დევალვაცია უნდა დაწყებულიყო მაშინ, როცა ეკონომიკაში რაღაც პროცესი დაიწყებოდა. ეხლა მოხდა რა? ეკონომიკაში ჯერჯერობით არანაირი პროცესი არ არის დაწყებული, ეკონომიკური აქტივობა დაბალია, ინვესტიციები არ არის, რომელიც მოგცემს საშუალებას შემოსული ინვესტირების ხარჯზე, შემოსული დოლარის ხარჯზე ნელ-ნელა შეუშლო, იმიტომ რომ იქ უნდა სტერილიზაცია უნდა მოხდეს, 1000 სხვა პროცესია და ნელ-ნელა ფულის მასას გაზრდილი, ხომ? ეს არ ხდება, არაფერი არ ხდება და მაშინ ის რაც ბატონმა კახა თქვა, აბსოლუტურად ლოგიკურია, იმიტომ რომ თუ არაფერი არ ხდება ეკონომიკაში და თუ პროცესები არ მიდის, ეკონომიკური აქტივობა არ იზრდება, მაშინ ბუნებრივია დასაბეგრი ბაზა ხელოვნურად იზრდება. მეორე მხრივ არაფერი არ ხდება, რას ნიშნავს? ერთი წუთით აი საუბრობს პრემიერი იმაზე, რომ ჯერჯერობით არ ხდება. პროცესმა, მოდით ასე ვთქვათ, ლარის გაუფასურების, ანუ მოდით ასე ვთქვათ, ლარის დევალვაციის პროცესმა და იმ სწრაფმა ტემპმა ძალიან გაუსწრო რეალურ პროცესებს ეკონომიკაში და ეხლა თუ საშიშროება არ არის და ჯერ კიდევ მოსალოდნელია რომ თქვათ ეროვნულ ბანკს გააჩნია სავალუტო რეზერვები რომ კურსი არ გააქციოს, მე ხლა სხვანაირად დავსვამ პრობლემას. პანიკა რომ შეიქმნეს და ადამიანებმა, რომლებსაც თავისი დანაზოგები ლარებში აქვთ განთავსებული ბანკებში, ჯერ კიდევ იკავებენ თავს, იმიტომ ბანკებს დაჭერილი ყავს ეს დეპოზიტები მაღალი პროცენტებით და ამიტომ ჯერ კიდევ რომ გამოიტანონ, აგებენ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი პროცენტია და ამიტომ ელიან, ხო? რაღაც ხარს თუ მივაღწევთ, მაშინ საშიშროება გახდება. ეხლა თუ ეს პროცესი ასეთი ტემპით გაგრძელდა, ეს ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ჩვენ რისთვის გვინდა პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდისთვის. ეს მორიგი ძარცვა გამოვა ადამიანების, ისინი დაკარგავენ ძალიან იმპორტიორებიც რატომ შეშფოთდნენ, არიციან ხვალზე რა იქნება, ამიტომ იწყებენ წინასწარი მზარდი ტემპით ფასების დას, რომ წაგებაში არ დაჯდნენ. კი, აი ის პროდუქტებზე გაიზარდა ფასები როგორც ეს რომ მიბმული იყოს ეკონომიკურ ზრდას თან მოყვება ინფლაცია, ამის რეგულირების კლასიკური მეთოდები არსებობს, მაგრამ ეს ასე არ ხდება და ეს რამდენად არის, რამდენად მაღალია, აი პანიკა ახსენა ბატონმა დემურმა, პანიკა ახსენა, რამდენად მაღალია ლარში შენახული დეპოზიტების წილი, თუ იცით, მე არა მაქვს ეს ინფორმაცია საბანკო. ძალიან მცირე რაოდენობა ვთქვია. ზუსტად იცით? ფულის მასასაც გეტყვით და ანამდე ხო თავისუფალი ფორმატია და კარი მხიარულ ამბავს გეტყვით, რომ კრიზისი მოფრინავს და ამერიკის შეერთებული შტატების თავზე გადახედა ამერიკას და თქვა, ყოჩა, კარგად იმუშავე, მაგრამ მოფრინავს ევროპას გადმოფრინა. არა უშეს, მაგრამ ბოლომდე მივიყვანო და საქართველოს მოფრინდა კრიზისი და შეხედა ეს ვინქნა საშინელება უჩემოდა. ანუ ეს არის ლარში დეპოზიტებს თუ ავიღებთ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ 1 წელზე მეტვადიან დეპოზიტებში, ძალიან პატარა მათი წილი, თუ ვლაპარაკობთ მიმდინარე დეპოზიტებს, იქ შეიძლება რაღაც 15% შეადგენდეს, შეიძლება ცოტა მეტსაც, მაგრამ მიმდინარე დეპოზიტები დავუშვათ თქვენ ანგარიშზე დაგერიცხათ ხელფასით და თქვენ ამას ერთ წლის განმავლობაში ხარჯავთ. ასე რომ თუ ხანგრძლივადიან დეპოზიტებზე, ხა ქართული მოსახლეობა ისეთივე რაციონალურია, როგორც ნებისმიერი სხვა და ცხადი არავინ არაფერს და 5 წლიანი დეპოზიტი დადოს ლარში ცხადი. და წლიანი დეპოზიტების მაჩვენებელი ყველაზე დიდი არის ამ მიმართულებით 1-ზე მეტი წლიანი. სანამ ციფრებამდე მივიდეთ. კი ბატონო, აი დაბალი არის. ძალიან მარტივად დავხსნით. ეს ყველაფერი თეორიულ პოსტულატებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვახსენეთ შეერთებული შტატები და ფორმულა, რომელიც ბენ ბერნარკიმ გამოიყენა იმისათვის, რომ გამოიყვანა ეკონომიკა კრიზისზე, თუმცა როგორც ჯერჯერობით. ელემენტარულად ფული გახადა თითქმის უფასო. სააგრეთო პროცენტზე ზოგადად კონტროლების პროცენტი პირველადი ფული ეროვნულ ბანკიდან რაც 0.25-ია, უფასოა ფაქტობრივად, რაც იყო ასე 2000-ზე იმდენო გაივიარა ეს ბუშტი ალანგრის პენის დროს,
ხო და მიაწოდა ფული ბიზნესს, რომ ბიზნესი დაეხარჯა ეკონომიკაში. თან პარალელურად 80 მილიარდის მუდმივად ობლიგაციებს ყიდულობდა, რომ ქეში მიეწოდებოდა ეკონომიკას. რა ქნა ჩვენმა ეროვნულმა იგივე თეორიულად იგივე ნაწილი გააკეთა. უპრეცედენტო პროცენტი გვაქვს დღეს ჩვენ 3.75 მილიარდით. ანუ ეს საქართველოში ნიშნავს, რომ ფული ძალიან იაფია. ფულის მასა M2-ს რო ეძახიან, ბატონო M2 ფართოფული, სადაც 5 მილიარდამდე მივიდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ეროვნული ბანკიდან ფული წამოვიდა ბანკებში, მაგრამ ბანკებიდან არ წავიდა ეკონომიკაში. აი, ეგ მინდა და მეკითხა. საწავიდა ეს ფული. ბარემ გკითხავთ, აი ეგ ზუსტად მაგასებდის, რომ ბანკებს არ აქვთ ლიკვიდურობის პრობლემა. ამასობაში ჩვენ გვესმის პრემიერისგან, რომ იქნება რაღაცა თანაინვესტირების ფონდი და ეს ფონდი დაეხმარება ბიზნესებს იმაში, რომ აი სესხები აიღონ. რეალურად ახლა მე ბანკირებს ვისაც ველაპარაკები, ვისთანაც მიმიწვდება, რომ პრობლემა ის არის, რომ ინიციატივები არ არის, თორე თავისთავად ფული ბანკში იმისთვის, რომ გაიცეს არის და აი ამ ფონზე როდესაც ემზარს მინდა უთხრა, რომ ამერიკული მოდელის გადმოწყვეტა ამერიკაში დოლარი არის სოფლიოს სარეზერვო ვალუტა. ამიტომ ის აბსოლუტურად სხვანაირად იქცევა და იგივე ეკონომიკური, ანუ იგივე მონეტარული მოდელის გადმოწყვეტა საქართველოში არის უბრალოდ სისულელე. ანუ არანაირი მიწოდების გაფართოება საქართველოში არ შეიძლება მოხდეს, ეს ეგრევე გამოიწვევს ან დევალვაციას, ან ინფლაციას. სხვა ვარიანტები არ არის, ეს ეკონომიკა, ეს არის ძალიან პატარა ღია ეკონომიკა და ამერიკა არის ძალიან დიდი დახურული ეკონომიკა, შედარებით დახურული ეკონომიკა, მაგრამ მისი ფული არის გლობალური ვალუტა. ამიტომ ეს იმდენად შეუდარებელი რაღაცებია, რომ ამ ორი რაღაცის გვერდით დაყენება და უბრალოდ თქვა, რომ საქართველო არის ამერიკის 1/1000-ის ნაირი არ შეიძლება. ის ამერიკის ფინანსური სისტემა სხვანაირია. აგზელებს სალაპარაკოს, ანუ დრო დავამთავრდა და რა. იგივეს ლაპარაკობ მე და არ დავამთავრდა. მე კიდე მინდა და ცოტა არა. ანუ ამერიკაში თუ იაფი ფულის მიწოდება ბაზრისთვის იმანენტურად იწვევს აქციების კურსის დას და ინდექსების დას და აქტივების დას, ეს ამერიკის მოდელი არავითარ შემთხვევაში არ მუშაობს საქართველოში. ჩვენ როგორც კი დავიწყეთ იაფი ფულის მიწოდება, ბიზნესში არ ჩადეს ბანკებმა და დაიწყეს დოლარების შეძენა და დილინგის თამაში კურსს ხოვნა. და უნდა კი ბიზნეს რო წაიღოს ეს ფული, ძალიან მარტივად თუ დავამთავრებინეთ, ინტერნეტ გვერდზე შედიხართ ევროპულ ბანკის და რამდენი მილიონის 400 მილიონი 300 მილიონი 430 მილიონი იყო ბოლო. რამდენი მილიონის გაწევი დოლარის ანუ თეორიულად არის ის რაც აბსოლუტურად უნივერსალურია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისთვის საქართველოს ვერ იქნება თუ შეიძლება რომ ანაბრების მიმართ პირიქით არის დოლარიზაციის ხარისხი იყო ჩვენთან დონე გაცრა 75-80%, 90-მდე მივიდა პანიკა შინაგანად უკვე არსებობს და ანაბრები ლარში თითქმის მინდა გითხრათ თუ არ ჩათვით ახლა ანუ პანიკა რომ წაწყდეს დიდ რყევას ეს არ გამოიწვევს. ვადიანი ანაბარი თითქმის არ აქვს მოსახლეობა. კი ბატონო, თუ შეიძლება ეხლა ჭრაზე გავალთ და ცოტა ხანში ზუსტად 2 წუთში დავბრუნდებით, არ გადართოთ, მეორე ნაწილი დავბრუნდებით, იგივე ხალხით, იგივე თემაზე ვისაუბრებთ. მადლობთ რომ გიყურებთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობთ რომ გვიყურებთ. თეორემა გრძელდება, წარმოგიდგენთ, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ თეორემას მეორე ნაწილის სტუმრებს. შეგახსენებთ რომ პირველი და მეორე ნაწილის თემა არის მთავრობის და მისი ხელმძღვანელის ეკონომიკური ხედვა და არა მარტო, როგორც გაირკვა. ჩვენი თეორემას სტუმრები არიან ბატონი ემზარ ჯგერენაია, უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი და ბატონი კახა ბენდუქიძე, თავისუფალი უნივერსიტეტი. თუ შეიძლება მაშინ პირდაპირ ხალხი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ის რომ ნახოთ და მერე გავაგრძელებთ უკვე სტუმრებთან საუბარს. არჩევნების შემდეგ თქვენთვის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა? ეკონომიკური მდგომარეობა არჩევნების შემდეგ ჩემთვის რა თქმა უნდა გაუმჯობესდა და რაში გამოიხატა ეს გაუმჯობესება, რა შეგიძლიათ? ეს იმაში გამოიხატა პირველ რიგში არის რწმენა, რომ მე რაც მეკუთვნის ჩემი იქნება. არა, ნუ ნამდვილად რაღაცა შეიცვალა, მაგრამ უკეთესობისკენ ნამდვილად არა. არ შეცვლილა. იგივეა. მე მომსახურების სფეროში მუშაობ. ხალხის მატერიალური მდგომარეობა ალბათ გაუარესდა და ჩემიც გაუარესდა იმდენად, რამდენადაც მათზე ვარ დამოკიდებული. რა და მათ ხო არ გავხდით.
პენსიონერი ხალხი. აბა პენსიები რა გაიზარდა? გაიზარდა ხელფასები ისინი მაღაზიაში შედება რამდენად მემატა ფასები ყველაფერს. ქვეყანაში როგორ არის საქმე ეკონომიკის? ცუდად. რა შეგიძლია მითხრა, რატო არის ცუდად? ნუ რას მე ვიცი 800 მილიონიანი გარღვევა აქვს. სადაც წავსულ ვარ რაიონებში, იმერეთში, ქართლში, კახეთში, ყველა ხალხია გახარებული აი ამ სოფლის მეურნეობაში. კახელებმა დიდი ფული შეეს ღვინოს. მისეს ხო ყურძენი რო ჩააბარეს. იმერეთში იმდენი ლობიოდა სიმინდველი და ბაბუას თათე იყო ნარიცია. ეკონომიკა ძალიან კარგად მიდის, მშენებლად მიდის მშენებლობები, მის ყველაფერი რა გინდა. რამოდენიმე ჩემს ნაცნობს, როდესაც ბიზნესი ქონდა, გარკვეული პრობლემები შეექნა, თქვა არქიტექტურულ სამსახურში ვიცი, რომ გარკვეული პრობლემები არის, ან მშენებლობები არის ნაწილობრივ შეჩერებული და მეტი ახლა დიდად, არ ვიცი, რაც ტელევიზორიდან მსმენია, თქვა ექსპერტების განცხადებით, ეს ლარის კურსის ვარდნა, ზოგადად საინვესტიციო გარემოს ასე ვთქვათ, დაქვეითება, კი იგზნობა და არის ასახული ჩვენს რეალობას. ლაპარაკით არის რაღაც წინსვლები არის, მაგრამ შედეგი ალბათ მაგას დრო უნდა. არაფერი არ კეთდება ქვეყანაში. ყველაფერი გაჩერებულია. ქვეყნის იძახია რომ გაუარესწავ, ნუ ფაქტია, თუ მილიარდი დააგდა ქვეყანას. არანაირად უკეთესად არავინ არ ცხოვრობს. ვინც კარგად ცხოვრობდა, ის დღესაც კარგად ცხოვრობს, მაგრამ ვისაც უჭირდა, დღესაც უჭერს. რა პრობლემები არის მთავარი, რა ეკონომიკური, რაც დგას ქვეყანაში? დასაქმების პრობლემა. უმუშევრობა ალბათ. სამუშაო ადგილები აუცილებლად. ყველა მიშოვოს თავისი გამოსავალი. თავისით კიდევ ამბობ რომ არ მოვა მთავრობა და ნუ ველოდებით რომ მთავრობა მოვა და ვინას ჩავდებს ჯიბეში. გაჭირებულ ქვეყანაში ამდენი პრემიები არ უნდა რიგდებოდეს. რა შეღებულო პრემიას ზიხარ პარლამენტში სახელმწიფო მანქანა გემსახურება. სადღაც ქუთაისში კიდე ბინას გიქირებს სახელმწიფო, ფულს გიხდის იქა. შაბათ-კვირას დადიხარ ახლა, გამიგდე რაიმე ეკონომიკა, მთელი ფული მაგათ მიაქვს ფაქტურად რა. ახლა მაგი თვითონ იციან და რო გაუჯოს ბესდება ეგ ვიცი ბაბუა. ისეთი რამდენ ხანს შევადების დაახლოებით? მე წელს არა იმდენად, გაისად კიდე უფრო გაიქნებ. ყველაზე დიდი პრობლემა არის ცუდად გაკეთებული პრივატიზაციები და აქედან გამომდინარე შედეგები. აი, თავიდანვე რო გაკეთდეს ინვენტარიზაცია ყველაფრის, რაც არის ქვეყნის სიმდიდრე და მერე დაიდოს პროგრამა მათი რაციონალური გამოყენების, მაშინ შეიძლება რომ რაღაცა რეალურად ვიგრძნოთ და ასე ფრაგმენტ ძალიან ნაკლებად. გინდა დაასაქმე, გინდა გაანთავისუფლე, გინდა მიეცი, გინდა არ მიეცი, არაფერი არ გვეშველება. პროფესიონალიზმი ჩვენი ქვეყნის პრობლემა. და ფეხბურთელი ეკონომიკის მინისტრი რო არის და პრეზიდენტი შუქს იპარავს და რო ამბობს ეხავს არა? ხო, ეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება, რომ ხო, გაზ. ხო. აუცილებლად უნდა ამოვწუროთ თემა, რომელზეც გვია ლარის კურსი. ან მონეტარული პოლიტიკა. ბატონო, ეს ისეთი თემა არის, ჩვენ ახლა რომ შევიდეთ ამას, ვერ ამოვწურავთ და პირობას გაძლევთ, რომ რაღაც ფორმატს მოვიფიქრებ. აი, ელენე კვანჭილაშვილი იწყებს ცოტა ხანში გადაცემას ეკონომიკურ საკითხებზე და ისედაც ცოტა ადამიანი აქვს ქვეყანაში, ვისაც კვალიფიციურად შეუძლია ეკონომიკურ საკითხებზე ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე დგას და აუცილებლად თქვენ მოგცემთ ამის შესაძლებლობას, რომ დაწვრილებით. ეხლა აი ბატონმა კახამ თქვა, ისე თქვენი დავიწყებ, ბატონმა კახამ თქვა, რომ ერთ-ერთ აი ბიზნეს კურიერში სტუმრობისას, რომ მთავრობის მთავარი პრობლემა, რამაც ეკონომიკური ზრდაში აფერხა, იყო მთავრობის ესეთი საკანონმდებლო ინიციატივები, შემისტორეთ თუ ვწდები. პერიფრას ვახდენ ცხადია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ძალიან ბევრი ფაქტორი ჰქონდა ეკონომიკური ზრდას. კონკრეტულად საკანონმდებლო ინიციატივებზე რას ფიქრობთ? აი აქ ეთანხმებით თუ არა ბატონ კახას, რომ საკანონმდებლო ინიციატივებმა მართველი ძალის ინიციატივები რომელზე იყო? მართლ ბატონო რომელიც საკანონმდებლო ინიციატივაზე იყო? ზოგადად იყო საუბარი იმაზე, აი ბატონი კახა აქ არის. ახლა ანუ აი მე გეტყვით რა გააკეთა მთავრობამ, რა შეიტანა პარლამენტში, რა მიიღო პარლამენტის თუმა გააკეთა და თქვენ თქვით, ამან ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო თუ შეუშალა, ინვესტიციებს ხელი შეუწყო თუ შეუშალა. მაგალითად ავიღოთ და ასე ამას უნდა დავუმატოთ ეს მთავრობის განცხადებები, რომ ამას გააკეთებს და მე შეიძლება არ გააკეთა, მაგრამ განცხადებები უკვე მოხდა. ნუ მაგალითად ავიღოთ ეგეთი საკითხი, როგორც არის სავიზო რეჟიმის გამკაცრება და ეხლა ამდენი ხალხი რო შემოდის საქართველოში, ამდენი ქვეყნებიდან ჩვენ ამას აღვზავნებთ და ვიზის აღება ასე მარტივი აღარ იქნება. ამან გაზარდა ეკონომიკური, ანუ შეუწყო ხელი ეკონომიკური ზრდას თუ შეეუშალა. ხო? ნუ რო არ შეუწყო ეს ცხადია და ჩემი საით
პატარა რაღაც ასე ვთქვათ ინვესტორების მაშინ რაღაც კითხვის ნიშანი გაჩნდა. ხო იგივე იმ ხალხში ვინც აპირებდა მაგალითად ტურისტულ სექტორის განვითარებას. ავიღოთ დავუშვათ შრომის კოდექსის ცვლილებები. ამან ხელი შეუწყო ინვესტიციებს მოიზიდა მეტი ინვესტორი თუ არა ცხადია. ავიღოთ მაგალითად სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვა. მორატორიუმის გამოცხადება ეგრეთ წოდებული. ამან ხელი შეუწყო ინვესტიციებს თუ ხელი შეუშალა, ცხადია ხელი შეუშალა. ავიღოთ ის რომ აიგრძელა სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაყვანა არასასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიაში. რამაც უზარმაზარი პრობლემები შექმნა რეალურად განსაკუთრებით თბილისის გარეთ, მშენებლობაზე იგივე აი მის мотиваცია მაინტერესებს მე. ხო, ხელი შეუწყო მან ინვესტიციის მოზიდვას თუ ხელი შეუშალა. განცხადება რომ ჩვენ უნდა ავგზავნოთ სათამაშო ბიზნესი საქართველოში, იმიტომ რომ პატარა შემოსავალი აქვს სახელმწიფოს ამისაგან. ამან ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას თუ შეუშალა. და ასე შემდეგ. შეიძლება ბატონი დემურის ისტორია და რაღაც სხვა ინიციატივები რო ყოფილიყო ღვთისმიერი იმათ ხელი შეეწყოთ, მაგალითად გადასახადების შემცირება, ხო, საგადასახადო კოდექსის შეცვლილება, რომ უფრო დაცული ყოფილიყო ინვესტორი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ამაზე რაც იყო, ანუ მე რაოდენობა კი არ არის, ანუ კონკრეტულად ეს ინიციატივები, სხვა ინიციატივებიც ხა შემიძლია კიდე ბევრი ვილაპარაკო, იყო ის რამაც ზოგადად შექმნა განცდა, რომ ერთთაობა არ აპირებს შეინარჩუნოს ის საკანონმდებლო ბადე, რომელიც არსებობს საქართველოში, რომელიც როგორც ბატონო ემზარ მაგნიშნა, იყო საკმაოდ კარგად მორგებული განვითარებად ეკონომიკას, ხა სრულდებოდა მეორე საკითხია, შეიძლება ამაზე კამათი ცხადია და ასევე კონკრეტულ შემთხვევებში ხელი შეუშალა კონკრეტულ ინვესტიციებს ზოგ ასეთ შემთხვევაში. ბატონო ემზარ, მას შემდეგ რაც დაკონკრეტდა კონკრეტულად რა ინიციატივებზე საუბრობს, პირველ რიგში ორად მინდა გავყო, რომ უფრო ღრმა პრობლემა ის, რაც თქვენ შემეკითხეთ, მე ეკონომიკის დის ნაწილი ვიდრე ეს ინიციატივები, რა თქმა უნდა, მე პირადად ჩემსაც გეტყვით, რომ პრეზერვატივის აკრძალვაზე რო უნდა დაგვიწყო ლაპარაკი ორი აზრი არსებობს, შრომის კოდექსი პირადად დღესაც ვეწინააღმდეგები და ვერ ხედავ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტს ბიზნესში, ამას ეს არასდროს დაგვიმალია, ის რაც მორატორიუმის მიწაზე გამოწყდა, ასე ვთვლი, რომ არასწორი იყო, რომ ეს ემოციით მიღებული გადაწყვეტილება იყო და ახლა ზოგიერთ ჟურნალისტი მეკითხება გუშინ მაგალითად, რომ თქვენ როგორ უყურებთ, რომ ფერადკანიანი ადამიანები დასცემენ თბილისში ფანტასტიკურად და მე კითხვა დავუსვი, იმედი წამყვანი როა ფერადკანიანი ლამაზი სიმპათიური ბიჭი მოგწონთ კიო, ის მომწონს კვარცალი და თუ ის მოგწონთ მევთხარე პრობლემა რაშია. ან კიდევ თურქები პრეხანოზე რესტორანს რო ხსნიან. ეს მენტალური პრობლემაა, ემოციაში გადაიზარდა და რაღაც ავგზავნეთ მიწის გაყიდვა, თუმცა თვითონ მთავრობაც აღნიშნავს, რომ ნახევარზე მეტი სავარგულები მოუხნავია დღეს და გამოუყენებელი. მაგრამ პირდება რომ ერთი გოჯი არ დარჩება მოუხნავი. ანალოგიურად მოხდა, რომ რამდენიმე მთავრობის წევრს გაუფრთხილებელი გამონათქვამი ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის ეს ეხება სათამაშო ბიზნესს. და იპოთეკარების თემა. და მე რას იპოთეკარების თემას, ანუ იმის ფუჭ მოლოდინი, რაზეც დავიწყენ ლაპარაკი, რომ აი ფუჭი მოლოდინის დანერგვა, ეს ამ კუთხით თუ ლაპარაკობთ, ეს აბსოლუტურად სწორია და იმაზე მქონდა ლაპარაკი, ფუჭი მოლოდინის დანერგვა ადამიანებს, იმიტომ რომ როცა პარლამენტი იხილავს ბანკების კრედიტების რესტრუქტურიზაციის თემას, მე ამ აღშფოთებული ვარ, იმიტომ რომ ეს კატასტროფაა, არ შეიძლება პარლამენტის ესეთი ჩარევა ბიზნესში და ასეთი მოლოდინის მიცემა კიდე აბსოლუტურად წელი კიდე ანალიტიკოსები ჩაწერენ, რომ საქართველოში არსებობს ეს საფრთხე, იმიტომ რომ პარლამენტი ამას იხილავდა. 3 წელი და 4 წელი შეიძლება ამას ზოგადად მე ვფიქრობ, რომ 1 წლის განმავლობაში დაასრულოს ბატონო და მე რეკავდა ნინოს ფიქრი. კიდევ ერთხელ, აქ თამამად უნდა თქვა, რაც თქვა ხშირად გამოუცდელობით და არარსებული გაუთვლელი ნაბიჯებით მიცემული პირობის და მოლოდინის თემა ძალიან რთული წინადადება, მაგრამ თქვენ რომ ოდესღაც ქობულეთში და თბილისში ვიღაცას მიეცეთ პირობა, რომ მე რო ვიქნები პარლამენტში თქვენ ვალებს გაგიუქმებთ, ესეთი თქვა სოციალისტური შეპირება არც უნდა იყოს და არც უნდა სოციალისტურიც არ არის, ეს რაღაც ბოლშევიკურია მე თუ ხო, მეორე ნაწილია ის რომ აქ ლაპარაკია ეკონომიკის იმ ციფრების დის მაჩვენებლებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო და თუ მეტყვით, გვექნება და გავაგზავნეთ ამ ანალიზს და კიდევ ერთხელ იმ ნაწილში, რაც ეხებოდა დაუფიქრებელ სიტყვებს და დაუფიქრებელ კანონპროექტებს, უფრო მეცგად, რომელიც არც გავიდა პარლამენტში, თქვა, მე როგორც ვიცი, მზადდებოდა კანონი ვაჭრობის შესახებ და მეც ერთი ამბავი ავტეხე და ყველანაირად ჯერ არ გასულა და არ გავა იმედია პროტექციონიზმის ეხებოდა ეს თემა.
მაგრამ კიდე გეუბნებით ვამბობ. კი, იყო ეს უნდა დაგვეცვა თავი მისგან, რა ქვია, უცხოური პროდუქციისგან. კაბადონო თქვენ და მე ბატონ გემურთან მექნება შეკითხვა. კახას და ბატონი ემზარის მიერ ესეთ ჩამოთვლილი მართ როგორი დიდი მქონდა რომ შეცდომებისა და ვფიქრობ, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს საკმაოდ ისეთი სერიოზული შეცდომები გახდათ იმისათვის, რომ ბიზნეს აქტივობა, ასე ვთქვათ, და გნებობთ ინვესტორების მხრიდან აქტიურობა რაღაცა შეჩერებული იყო. იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ ზოგადად ბიზნეს სტაბილური გარემო ჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს, უნდა კონდეს იმის განცდა, რომ ისინი არიან ისეთ ქვეყანაში ოპერირებენ, სადაც ნუ ნახე ბოდიში გაწყვეტინებ, ანუ რიცხვებზე რომ მივაბათ ეს ყველაფერი. თითქოს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები არ შემცირებულა 2013-12 შედარებით. იგივე დაახლოებით იგივე იყო. უფრო მნიშვნელოვანია ამის გაგება. თუ იგივე იყო, მართალი რაღაც არსებობს კორექტირებული შესაძლებელი, მაგრამ არ მნიშვნელოვანია. თუ იგივე იყო, ბოდიში შეგაწყვეტინეთ, თუ იგივე იყო უცხოური ინვესტიციები და დაიყოფო ნაკლები, ეს ნიშნავს, რომ ფაქტურად ქვეყანაში ხდებოდა, რასაც ქვია job destruction, ანუ სამუშაო ადგილების დაკარგვა. ხო? და ამ უცხოურ ინვესტიციებმა კი ვერ გააზარდეს, არამედ ვერც კი შეავსეს ის კლება, რომელიც გამოიწვია აი ამ ამიტომაც იყო ის განპირობებული, რომ გასული წლის განმავლობაში ეს დეფლაციური პროცესი ხანგრძლივად, ანუ გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, რაც უმუშევრობის მთელი წელი დიახ და უმუშევრობის, ანუ ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ის გახდათ, რომ შემცირდა სამუშაო ადგილები და ამასთანავე მოთხოვნად შემცირებული იყო თითქოს გათავისუფლდა, ასე ვთქვათ, ძალოვანი სტრუქტურების წნეხისგან ბიზნესი, მაგრამ რეალურად არ ხდებოდა მათი აქტიურობა, არ შეიმჩნეოდა ბაზარზე. ეს საგადასახადო შემოსავლებზეც აისახებოდა და როცა საუბრობენ, რომ არა ყველაფერი გაზრდილი იყო სხვადასხვა მიმართულებით და სამუშაო ადგილებიც გაიზარდა, ესეთი სტატისტიკა, რავი, ჩვენ არა, ესე ბევრ რამეზე საუბრობთ, ხადური იმასაც საუბრობდა, რომ საგადასახადო შემოსავლები გაიზარდაო, მაგრამ ფაქტია, რომ იყვებოდა. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა და ჩვენ გაგვაკრიტიკა ჩვენი ორგანიზაცია იმაზე, რომ ჩვენ და სავალუტო ფონდი მეთოდოლოგიურად არასწორი, ესე ვთქვათ, მიდგომებით სარგებლობთ, რავი, 3 დღე ამაზე საუბრობდა. ხადურის საკითხი და ცალკე საკითხი მანისიც თქვა, რაც ადვილად გადამოწმებადია, რომ საგადასახადო შემოსავლები არ შემცირებულაო რაღაც მსგავსი და ფაქტებზე იყო მე ეს როგორც ბიუჯეტში ასე შემცირებული არის. ბატონო, კითხვას მივაბავ, თუ შეიძლება და მე თქვენ თუ შეგიძლიათ ერთიანად მიპასუხოთ, აი ვთქვათ, იგივე ღარიბაშვილს რომ დაუბრუნდეთ, ის საყვედურობს წინა ხელისუფლებას იმას, რომ ჩვენ დაგხვდა ეკონომიკა, რომლის სადაც მოსახლეობის 54% არის სოფლის მეურნეობაში დასაქმებული. ამავდროულად ის საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა მოუხნას ამ ადამიანებს და ერთი გოჯიმი არ უნდა დარჩეს მოუხნელი. ამასთან ისიც ისაუბრობს იმაზეც, რომ თქვათ, აი ამ სოფლის მეურნეობის რაღაცა წახალისება და სტიმულირებაზე. მაგრამ ჩვენ მეორე მხრივ ხედავთ ეს სიტუაციას, ვთქვათ, აი ღვინის ბაზარზე არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ნახეთ, რომ აი როგორ ხდება მე აი ამ მოხნულ მიწაზე მიღებული შემოსავლის გასაღება. იგივე ნახეთ, რომ მანდარენი გადაყარა, ვთქვათ, რაღაცა მოსახლეობის რაღაც ნაწილმა აჭარაში. რამდენად ფასეული და ეფექტიანია თავრობის ეს ინიციატივა მიწის მოხნასთან დაკავშირებით და შემთხვევით წყალში გადაყრილი ფული ხომ არ არის ეს ნაწილობრივ ასეც არის. მე მინდა დაუბრუნდე კიდევ ერთ წინა საკითხს, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივებზე. როდესაც თავრობამ თავიდან ერთიანი ხედვა არ დააფიქსირა, მაგალითად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს საქართველოში, ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები, ეს არის პირველი ფუნდამენტალური, კიდევ მიბმა არა მარტო ზრდა. იმიტომ რომ სოციალური მდგომარეობა არის საშინაცხადი 54% რო სოფელში ცხოვრობს, იმიტომ კი არ ცხოვრობს იქ რაიმე პროდუქტიულ საქმიანობას ეწევა, იმიტომ რომ თავის გადარჩენაზე მუშაობს. მაინც არ ყიდულობს იმას, რასაც თავისი ხელით მოწევს. ამიტომ არის იქ საშინლად დაბალი შრომის ნაყოფიერება, არაპროდუქტიულია აბსოლუტურად. სოფლის მეურნეობა შესანიშნავი პოტენციალი აქვს, მას თავისი ძლიერი სეგმენტი უნდა კონდეს ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ სოფლის მეურნეობა ვერ გახდება დომინირებული, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება, ჩვენ ინოვაციებზე უნდა ვიფიქროთ, განათლებაზე უნდა ვიფიქროთ, ცოტა სხვა მიმართულებაზე. რაც შეეხება მიწას, კი მოხნავ, მე ამაზე ცოტა სარკასტული კომენტარები ვაკეთე თავის დროზე.
კი მოხნავ მიწას, არ არის გადაყრი ამ ფულს, მაგრამ 22 წელია მიწის ანალიზი არ ჩაგიტარებია. კარგად არიცი რა მდგომარეობაშია ეს მიწა. ეს არის ინვენტარიზირებული, არა გაქვს ყველაფერი, რომ ესე იგი ზუსტად იცოდე. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების რუკები არ არის შედგენილი, ისტორია არ არის მიწის. რამდენად არის სახელმწიფოს გასაკეთებელი? სახელმწიფოს გასაკეთებელი კი არ არის ეს არის ინფრასტრუქტურა, რასაც ქვია ფული თუ უნდა წავიდეს სადმე დღეს, უნდა წავიდეს არა მოხვნაში, არამედ ინფრასტრუქტურის შექმნაში, იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც იმუშავებს. ინფრასტრუქტურაში გეგმაზომიერად თანხების მიმართვა კერძო სექტორს მისცემს იმის სტიმულს, რომ ნელ-ნელა ეს სექტორი მთლიანად გადავა იმ კოოპერაციული გაერთიანებების, იმ კერძო გაერთიანებების, კერძო ბიზნესის ხელში. თუ ჩვენ ამოცანად ვისახავთ ფუნდამენტალურ საკითხს, რომლის გარეშეც უბრალოდ არანაირი პოლიტიკა არ იმუშავებს. კონკურენტუნარიანი არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზე იმ რესურსის ორგანიზაცია და განვითარება, რომელსაც შეუძლია კერძო სექტორში დამოუკიდებელი განვითარებული მუშაობა. გამიგეთ, არა თუ ჩვენ ამას ვიღებთ მთავარ ორიენტირად, მაშინ საკანონმდებლო ინიციატივებიც ისე იქნება ორგანიზებული, რომ კერძო სექტორი, ის რაც მთავრობამ საბაზისო ფუნქციები უნდა შეასრულოს, თავდაცვა, განათლების სტიმულირება, იმიტომ რომ ძალიან ნელ-ნელა მერე გაჩნდება ისეთი პიროვნებები, როგორიც კახარი და ესე იგი შესანიშნავად შეძლებენ თავიანთი საქმის გაკეთებას, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ფუნდამენტალური ფუნქციებზე უნდა იყოს ყურადღება სახელმწიფოსი გადატანილი და მთავარი უნდა იყოს ის, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივები ადამიანს ააქტიურებს. არ აქტიურდებს ჩვენი ადამიანს. ინფრასტრუქტურაში ყოველთვის ყველგან რა ვიცი, მთავრობა აქტიურობს ხოლმე ესე კერძო სექტორის აქტიურობას. ამიტომ ჯერ სტიმულს აძლევს მთავრობა, იგივეა შეერთებულ შტატებში სოფლის მეურნეობა რო იყოს. პირველი ფული სად მიდის, მთავარი ფული მიდის იმ ოკრუგებში, სადაც ეს სამეცნიერო ცენტრებია და გურებია და 1000 რამე არის. ბატონ კახა, პასუხი ვერ გავმივიღე ერთ კითხვაზე, რომელიც მაგრად მაინტერესებს, ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ, რომ აი ჯერ-ერთით რამდენად სერიოზულად გამოიყურება დაპირება, რომ ჩვენ ისე უნდა განვავითაროთ წარმოება, რომ იმპორტი აღარ დაგჭირდეს და ექსპორტმა იმპორტი თავისთავად ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, მაგრამ იმპორტი უნდა კონდეს იქ, სადაც ჩვენ არ შეგიძლია ეფექტური კარგი წარმოება გააკეთოს. კი ბატონო, და თუ თქვა იმპორტი გავს, ესე იქ არ შეგიძლია გააკეთოს, ძალიან მარტივია. კითხვა, ანუ ჩემი საერთოდ ეს არის რაღაცას თქვა ასევე გაუგებარი. ბოდიში, აი დავაზუსტებ კითხვას, რამდენად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და აი უარყოფით და დადებით კონტექსტში სავაჭრო ბალანსი. არანაირად. შეერთებულ შტატებში არის საუკეთესო მაგალითი. ხო, მაგრამ საქართველოს კიდევ უფრო კაი მაგალითი, არანაირად. ახლა წარმოიდგინეთ როგორ არის სიტუაცია. და ეს საერთოდ რაღაც ეთქობა 50-იან წლებში ჩარჩენილი ეკონომისტების მიერ შექმნილი მითია. რომელიც ხალხურს იმთავრობის დროსაც იყო გავრცელებული და მახსოვს ფინანსის სამინისტრო წერდა ხოლმე ყოველდღიურ საბიუჯეტო იმაში, რომ სამწუხაროდ არის საქმე დეფიციტი არის ამდენი. თქვა ამ მინიმუმ ანგარიშდენში ან სამწუხაროდ გაიზარდა, სამწუხაროდ ან საბედნიეროდ შემცირდა, ხო? ამას არ ვიცი სამწუხაროდ საბედნიერო არ აქვს. თქვენ ქვეყანას გააქვს რაღაცა ექსპორტზე, ანუ მის მეწარმეებს შემოდის რაღაცა იმპორტზე და გასაგებია თუ სხვა არაფერი არ ხდება, რამდენიც გაიყიდა, იმდენისავე იყიდი, ხო? ანუ ქვეყანა რომელშიც სხვა არავით არის სხვა ვალუტა არ გაქვს და არაფერი სხვა არ მოხდება. ეხლა თუ ქვეყანაში შემოდის ინვესტიციები, ხო? ეს შეფრთხილს თქვენში ქვეყანაში შემოდის უფრო მეტი ფული ვიდრე მარტო ექსპორტის შედეგად და შესაბამისად თქვენ ავტომატურად გექნებათ დეფიციტი, ხო? შეუძლებელია რომ ქვეყანაში იყოს ერთდროულად ინვესტიციები მაღალი დონის ინვესტიციების და მაღალი დონის ინვესტიციების არის გარდაუვალი მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის და თქვენ არ გქონდეთ დეფიციტი ბალანსის. გერმანული მოდელი უნდა გქონდეს, შენ იმ დონემდე მიყვანილი ეკონომიკა. არა, გერმანიაში ინვესტიციების ანუ იქ ასე ვთქვათ პროდუქტიული სექტორის მიერ მიღებული შემოსავლები ახდენენ ინვესტიციებს. გერმანია არ არის დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე და საქართველოს იქნება უახლოესი 15-20 წელი დამოკიდებული უცხოურ ინვესტიციებზე. კი ბატონო, და კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდოდა რომ გამევლო და მე ალბათ უნდა
დავამთავრო ეს ნაწილი, რაც შეეხება ვალს. აი ჩვენ მე მგონი ამ მაშიც იყო, ვთქვათ, ნაკრებში ღარიბაშვილის გამოსვლებისა, რომ ის ეუბნება, მე ვალის აღება მჭირდება იმიტომ და საუბარი ამ შემთხვევაში ერთი ნაწილი ცალკე საკითხია საგარეო ვალი, მეორე საკითხია შიდა ვალი. ვიცით რომ შიდა ვალის აღებას ერიდებიან ხოლმე, იმიტომ რომ შიდა ვალი არის ძვირი და ვთქვათ, ცუდ ვალად ითვლება. მე არ მე ზედაპირულად ჩემი ზედაპირული ეკონომიკური განათლება. ხო. არა, შიდა გეტყვი იმის რა თუ არის ცუდი, იმიტომ რომ შიდა ვალის აღება ისე რომ შედეგად კონკურენციაში ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორთან, რომელსაც უნდა ასევე ბანკებიდან ფულის წესხება. ეს მექანიზმი რომ მუშაობს, ევიქცია ხდება, ანუ შენ განდევნი მათ ეუბნები რომ ბანკს აქვს მილიარდი და თავრობას ჩუჩუს იწყებს ბატონემზარი. ძალიან პატარა ექსკურსი მინდა გავაკეთო 2003 წლიდან დღემდე. და მიხარია რომ ბატონი ახალ არის 2003-დან 5-6 წლამდე პერიოდი ერთ პერიოდად გამოყო, აქ მოხდა ბიუჯეტი იყო 1 მილიარდი, მერე ორი ბიუჯეტი არსებობდა ამ პერიოდში, ერთი იყო ზუსტად იმ ხელა რაც დაგვაკლდა ახლა ბიუჯეტი. დიახ, სპეცსახსრების ბიუჯეტი იყო და მეორე იყო სახელმწიფო ბიუჯეტი. აი ეს შეერთდა ბიუჯეტური რეფორმა გაკეთეს, თქვა შეერთდა ორი ბიუჯეტი და ამის შედეგად 2005 წელს მივიღეთ ჩვენ 2005 წელს 2 მილიარდ 200 მილიონი ბიუჯეტი. მეორე ეტაპი იყო 2006-2007 წლები გამოყო სპეციალურად, იმიტომ რომ ამ 2007 წელს ყველაზე დიდი ინვესტიცია მივიღეთ, ყველაზე ნაკლებად გაიზარდა ეკონომიკა, ყველაზე დიდი დეფიციტი ჰქონდა ბიუჯეტს და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2011 წლის გარდა ინფლაციის. ეს 2007 წელი იყო ბუმი და ბიუჯეტიც რა თქმა უნდა 2007-ში საგანმანათლებლო სერიოზულად გაიზარდა, მაგრამ არა წარმოებისთვის კუთხით. შემდგომ პერიოდი არა წარმოების და ეკონომიკის კუთხით. აბა ნერეთ გაიზარდა 12%-ის დაიყო. შიდა ვალი როგორ გაიზარდა მაშინ? 12% იყოს 12 და 14 იყოს და აი ახლა ვიგებთ. ესე პირველი მონაცემი შიდა ვალი ამ დროს 2007-ში გაიზარდა მილიარდამდე და იმის მერე ცურავს. ვალი ხოლმე შეფასთან მიმართებით ითვლება და არა. ჯერ ციფრებს გეტყვით თქვენ ჯერ. ციფრები გაიზარდა 2007-ში, რას ლაპარაკობ? შიდა ვალის ციფრები 2007-ში არასწორდა ინსტრუმენტი მაგვალის შექმნისა. 2007-ში სახელმწიფო არ უშვებდა ოფიციალურ სტატისტიკას. მე მაინც ერთი რამე და თუ არ დამამთავრებია და დამამთავრებილებთ, ოღონდ ერთი რამე გაითვალისწინეთ. ჩვენ გვიყურებს ახლა მაყურებელი, რომელმაც აი ესე დეტალურად არ ესმის არ უნდა ესმის ეს არ გამოვა. ეს ციფრი რაც ახლა მე სავალოდ იმის ფინანსის სამინისტროს ვებგვერდზე დევს და შეუძლია ნებისმიერად გადაშალოს. ანუ კიდევ ერთხელ ყველაზე მაღალი დონე ინვესტიციის, ანუ მოცულობით 2 მილიარდზე მეტი ქონდა 2007-ში. აი ბიუჯეტის დეფიციტი ზრდაც ბუნებრივია ყველაზე მაღალი იყო, ინფლაციაზე ერთ-ერთი მაღალი იყო ყველაზე და ბიუჯეტის დეფიციტიც ერთ-ერთი მაღალი იყო. ამის გარდა საგარეო ვალი იყო აქამდე იყო მილიარდი რა, მილიარდ 100 მილიონი. ხო, მაგრამ რამდენად მართალი არის რიცხვებში საგარეო ვალის დათვა, რამდენად ანუ როგორ თქვა, სამართლიანია? სამართლიანი, ყველანაირი დათვა სამართლიანია. ყველა დათვაა სამართლიანი და გავაგრძელოთ. კი ბატონო. აი ამ 2007 წლის მერე ახალი პერიოდი იწყება ჩვენ ცხოვრებაში, 8-ში იყო ომი. იქ ბელგიაში ჩვენი მაგაცები შეიგრებდნენ, დადეს ფული ეგრეთ წოდებული ბელგიის კლუბის დახმარების 4 მილიარდ ნახევარი და უკვე ჩვენი ბიუჯეტი იკვებება აი 4 მილიარდ ნახევრის გაწერილი პროგრამა. აი თქვა 20% ბიუჯეტის მხარდაჭერას წავიდა 20% კერძო სექტორის მხარდაჭერას. ბალიში შეექმნა ბიუჯეტს სერიოზული. მე თქვა რომ ნახოთ იგი ოფიციალურ ვებგვერდზე როგორ ნახტომია 2000 ბიუჯეტის შემოსწავლებით თვითონ ბიუჯეტის როგორ ნახტომია ამ წლებში 2008-7 წლებში და 8 წელი არის ეკონომიკის დიდი ვარდნის სერიოზული ვარდნის წელი და ბიუჯეტი ამ დროს ავალდა. ანუ ეს მოხდა ბელგიის ვთქვათ კლუბის კლუბის გამო. ხადო ვარდი მხოლოდ შეხედა რეალობას თქონდა ისეთ კაცო რა ქვია ბრიუსელის სამიტის შედეგად ფულის 2008 წლის ოქტომბერი. აიცეთ, დავამთავრებ თუ შეიძლება. 2008 წლის ოქტომბერში დამთავრდა ეს ბრიუსელის სამიტი და რეალურად ეგ ფული საქართველოს შემოსვლა დაიწყო 2009 წელს რეალურად. იქამდე საქართველოს შემოვიდა მარტო ამერიკის ხაზინის ფული, რამდენიმე 100 მილიონი დოლარი. ახლა მე მაშინ თავრობის წევრი ვიყავი. ხო, აი 250 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდა ძირითადად აი ამ შექმნილ საბიუჯეტო დეფიციტს, რომელიც შეიქმნა ომის დროს და ამიტომ ლაპარაკ იმაზე რომ ეს ასე ვთქვათ ეს 2008 წელზე გავლენა ქონდა ბიუჯეტი გაიზარდა სხვა რაღაცის გამო 2007
8-ში იმის გამო გაიზარდა ბიუჯეტი, რომ ამდენ მთავრობამ აიღო 9 მილიარდი საგარეო ვალი, თავისუფალი ფული, ანუ არ იყო სოფლიო ბანკის კი არა, ბაზარზე აიღო ეს 9 მილიარდი და ეს 9 მილიარდი ისე მოხდა, რომ მთავრობამ აიღო, იყო მთავრობის დეპოზიტზე და ომი დაიწყო რამდენიმე თვის შემდეგ და ფაქტურად მოხმარდა ეს ფული მთლიანად ომის შემდგომი პერიოდის ასე ვთქვათ სტაბილიზაციას. ერთი კითხვა, მაგრამ ჩვენ ახლა განვიხილავთ რა ხდებოდა წარსულში. არა, ვერ დავაინტერესებთ მე მაინტერესებს ახლა. მე მაინტერესებს ახლა და ჩვენ გასულ წელს ჩვენ ვაფრებთ წარსულზე. ბოდიში, მე მაინტერესებს შემდეგი რამე და ამაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს გასული 9 წლის ვალის აღების და დინამიკის ანალიზი. ახლა მაინტერესებს ხარიბაშვილი ამბობს, რომ მას შიდა და გარე ვალის აღება უწევს, იმიტომ რომ მან დაფაროს წინა მთავრობის მიერ აღებული ვალი. რამდენად ვთქვათ, ნორმალურად მიგაჩნიათ ეს ახსნა, რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი და ქრისტიანის პროგრამით მოხდა 2003 წელს და 20 წელს მოლაპარაკების შედეგად დაგვირგვინდა, იმიტომ რომ რესტრუქტურიზაცია მოხდა ჩვენი ვალების. 2013 წელს დაიწყო ამის დამთავრდეს პერიოდი დაიწყო მომსახურება 2013-დან 21 წლამდე არის გრაფიკი იმ ჩვენი დონორების და ხდება ვალის მომსახურება. თუმცა იგივე ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ ამ ვალისთვის იყო სპეციალური ანგარიში გახსნილი და არ ჭირდებოდა არანაირი ხელისუფლების ეს რამდენად ეგეთი რამე არ არის. შეიძლება ბატონო გახოთ თქვენ როგორ გამარჯვეთ. значит ვალის აღება და გადახდა და ასე შემდეგ. ხანგრძლივადიან საბიუჯეტო და პროექტირებაში ანუ MTF-ში გათვალისწინებული იყო ჩვეულებრივი საბიუჯეტო შემოსავლებით ამ ვალის გადახდა ყოველგვარი რეფინანსირების გარეშე. ეკონომიკა რომ წელს გაზრდილი იყო ისე როგორც უნდა გაზრდილი იყო და მომავალ წელს რომ გაზრდილი იყო ისე როგორც გეგმებოდა, ანუ დაახლოებით 6-7%-ით და საგადასავლო შემოსავლები არ მოკლებული იყო ვალის გასტუმრება, დაგეგმილი ვალის გასტუმრება მოხდებოდა ყოველგვარი დამატებითი რეფინანსირების გარეშე. ეს გასაგებია თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თუ წელს ჩვენ ბიუჯეტს დააყდა 1 მილიარდი, სწორედ ეს 1 მილიარდი მოხმარდებოდა იმ ვალის მომსახურებას მომავალ წელს, ხო, ეს ერთი. გარდა ამისა იყო დეპოზიტი, სახაზინო ანგარიშის დეპოზიტი, რომელიც ასევე გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამ ბიუჯეტის ამ ვალის მოსამსახურებლად. ეხლა ავიღოთ ჩვენ შიდა ვალი და მომსახუროთ საგარეო ვალს, ხო, თან ავიღოთ ეს შიდა ვალი ამ ძალიან უცნაური ფორმულით, როცა ამ ვალის 1/3-ს უკან ბანკებში დებს და 1% უფრო ძვირად აძლევს ეს ბანკების საკითხი. ისეც ხა, ჩემისად არის ძალიან გაუგებარი რაღაცა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ, როგორი არის, რამდენი ჭირდება საგარეო ვალის მომსახურებას, რამდენი ჭირდება გაზრდილ პოპულისტურ სოციალურ ვალდებულებებს და სხვა ვალდებულებებს, როგორი არის ბიუჯეტის სტრუქტურა და ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ, რომ რეალურად არავით არის საჭიროება ნორმალური განვითარების პირობებში, რომ საბიუჯეტო რომ ბიუჯეტს აეღო ვალი მომავალ წელს შიდა ვალი ლაპარაკობ მე არ არსებობს. რაც ეხება საგარეო ვალის აღება ხდება ამ შემთხვევაში საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან. ამ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რაც მიემართება ინფრასტრუქტურის ნაწილში, ანუ ეს შემოჭრილი ფულია, ეს არის ფული, რომელსაც მთავრობა როგორც უნდა ისე გამოიყენებს, იგივე დაუშვათ საგზაო მშენებლობაში და ასე შემდეგ და სოციალური ვალდებულებებისთვის საგარეო ვალის გამოყენება ამ საგარეო ვალის გამოყენება შეუძლებელია. გასაგებია და რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ თქვა ამ შემთხვევაში ოპოზიციის არგუმენტი, რომ მთავრობაში დავალის აღება სწორედ სოციალური ვალდებულებების გასასტუმრებლად დასჭირდა და არა ასე ვთქვათ, რას წარმოადგენს საქართველოს ბიუჯეტი? ეს არის განათლება პლუს ყველა უწყების დონეზე სოციალური ვალდებულებები, მიაქვს საბიუჯეტო ხარჯების 50%. რეალობა ასეთი. რჩება უბადრუკი 4 მილიარდი, რომელიც უნდა გაწდეს სასიცოცხლო სფეროების მომსახურებას და სახელმწიფოს თავისი გარდაუვალი ხარჯი აქვს. ესე იგი, იმდენად მწირი ბიუჯეტია, სოციალური ვალდებულებები, რომელიც თავისი შინაარსით, ახლა პენსია რო აიღოთ, რამდენია 50 ლარი. ხო, ესე იგი, იმის გამო რომ უბედური სიტუაცია და რთული სიტუაცია, ჩვენ 150 ლარს დღეს ვამადლით ამ ადამიანს, რომ შენ სოციალური გადასახადი გაგიზარდეთ და სინამდვილეში ეს მიზერული ფულია, რომელიც მას უბრალოდ შრომა უნდა რამოწურულ ადამიანს ხეიბართ რაღაცა. გასაგებია, ვალზე რომ მივიდეთ. მაგრამ იმის გამო რომ გაქვს პრიმიტიულად ძალიან პატარა ეკონომიკა, რა კი გაქვს დიდი ტვირთია ეს. ეხლა რა ეხება იმ 600 მილიონს, რომელიც 1/3 უბრუნდება უკან პლუს 1%-ით ბანკებში და აი ეს დეტალები არა თუ შეიძლება მოკლედ. თავარი რატოა მნიშვნელოვანი ეს?
ისეთი სიტუაცია იყო საქართველოში, რომ წინა ხელისუფლებამაც ვერ გატეხა ეს სიტუაცია, რომ სტიმული მიეცა დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის, ხო? საბაზრო ეკონომიკა რა 10,000-ობით ფირმა შეერთებულ შტატებში კოტრდება ყოველ წელიწადს 10,000-ობით პლუს. ახალი იქნება, იმიტომ სხვანაირად ეფექტური მოწარმის ეფექტური მფლობელის გამოვლენა შეუძლებელია თუ არ არის საშინელი საბაზრო. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ არის ეს ინიციატივები, ბიზნეს ინიციატივები, უბრალოდ ფული არ არის რომ დაფინანსდეს? საშინელი მექანიზმია, ხო? რაკი არავინ არ აფინანსებს საქართველოში არც ერთი ბანკი სტარტს არ აფინანსებს არანაირი ხელშეწყობა სახელმწიფო დონეზე არ ხო გადაიდგა კარგი ნაბიჯი ჩემი აზრით იმიტომ რომ ბიზნესს მიეცა საშუალება გაჩნდეს ახალი ადამიანები და ბანკებს თავის თავზე მთლიანად რომ არ აეღო ეს დატვირთვა თქვათ დიახ ჯერ ფული მისგანი 50 მილიონი ბატონო ეგ არის 50 მილიონი ფონდი მე შეგნება და აკლაპარაკე 600 მილიონი 600-დან 200 მილიონი უნდა წავიდეს სპეციალური არა ამის არა ერთ სიზუსტეა საჭირო ხა თუ ჩვენ არა არის საჭირო მომისმინეთ არის საჭირო დავაბოლოთ მაყურებელი 600 მილიონი არის სესხი შიდა სესხი აქედან 200 უბრუნდება ბანკებს მაგრამ ამის გარეშე რასაც თქვენ ძაღლით სტარტაპების დასაფინანსებლად იქნება ცალკე 50 მილიონიანი ფონდი. დანარჩენი მცირე საშუალო ბიზნესი. არა, ეგ არის. სტარტაპის არის 50 მილიონი, დანარჩენი არის უბრალოდ 200 მილიონი, ეს არის რაღაც ესეთი უცნაური ეკონომიკური სტიმულირების სქემა. იმაში არავით არის სტარტაპების დაფინანსება რაღაც არ იგულისხმება. ამიტომ ესე იგი ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ამ 600 მილიონის სესხება არის თავრობის ცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი წლევანდელი. თავი რომ დავანებოთ იმას, ახლა ვიღაცები ხო არსებობენ ბიზნესები, რომლებიც ყოველგვარი სტარტაპის გარეშე თვითონ, ანუ სახელმწიფოს გარეშე დააფინანსეს საკუთარი თავი. თავისთავად რამდენად სამართლიანია, რომ მას ჩვენ გვერდზე ვუკეთებთ. იმ გარემოზე და თუ დაუბრუნდებით წინა კითხვებს, იმ საკანონმდებლო ინიციატივების, თქვათ, გეგმაზომიერი რომ ყოფილიყო ეს პოლიტიკა, სწორედ საბაზრო გარემოს შექმნის მოწესრიგებაზე, თამაშის ერთიანი წესების შექმნაზე, კონკურენციის დაცვაზე, ბაზრის განყოფილების ჩემთვის განკუთვნილ გადაცემის ორი ნაწილისთვის განკუთვნილი. სადაც რეგულაცია არ არის წმინდა საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკაში იწყებს ძლიერის მუშტი მოქმედება, ძლიერის კანონი და სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ ამის რეგულაცია გააკეთოს და მისცეს კერძო სექტორს, რომ იმუშაოს ერთიანი კი ბატონო, მაგრამ როდესაც სახელმწიფო შედის, სახელმწიფო თვითონ ძლიერი მოთამაშეა, სახელმწიფო როდესაც თქვათ აფინანსებს იქ რომელიღაცამ ძლიერმა გახსნა სახაჭაპურე, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და უცებ გვერდზე შეღავათებით უფინანსებს ვისაზარ სოციალური ვალდებულებების დაფინანსებაც და დახმარებებით მე ვფიქრობ მიზნობრივი უნდა იყოს, იმიტომ რომ იყო შეერთებული შტატების ბიუჯეტი გარანტად უდგეს 8, ესე იგი 100 მილიარდ დოლარს ბიზნესის. გასაგებია და ესეც კრიტიკის 8 არის მულტიპლიკატორი 800 მილიარდი მიდის. გასული წლის ინიციატივაც აი დაუბეგრავი მინიმუმის თაობაზე. ანუ კრიტიკის საგანია ესეც თავისთავად. თქვენთან შეკითხვით სურს დავასრულო. აი ბატონი ღარიბაშვილი, აი თქვენ რომ ნახავთ გადაცემას, ნახავთ რომ ბევრი ისა. მოდიში, თქვენთან შეკითხვით სურს დავასრულო. ღარიბაშვილი პირდება, რომ აი ახლა დაიწყო შეუქცევადი პროცესი ეკონომიკის აღმასვლის. რამდენად იზიარებთ ამის ოპტიმიზმს? თუ შეიძლება რომ გითხრათ და თავარი საფრთხე რას ხედავთ თქვენ თქვათ აი უკვე არსებულ ინიციატივებში თავრობის ინიციატივებს შორის თავარ საფრთხედ რას მიიჩნევთ? ვიცით რა, იმ ინიციატივებზე, ანუ იმ შეცდომებზე საუბარი უკვე ვისაუბრეთ რაც იყო 2014 წლის ესე ვთქვათ პროგნოზების გაკეთება ცოტა ძნელია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის უმადური საქმეა, ზოგადად საქართველოს აი ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირება წინ გადადგმული ნაბიჯი გახდათ გასული წლის განმავლობაში და ვფიქრობ, წლევანდელი წლისთვისაც ეს ასე ვთქვათ უცხოელი ინვესტორებისთვის შეიძლება რაღაცა სიგნალი იყოს იმ სტაბილურობის განცდისა. დიახ, ამასთან მიმართებით არის კიდე ესე ვთქვათ დაპირებები იმის თაობაზე, რომ გარემო შეიცვლება და ასე ვთქვათ ხელისუფლება თავის
ნაბიჯებში უფრო მიზანმიმართული და თანმიმდევრული გახდება, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნებს, რა ვიცი, ვერ ვხედავთ და იმედია თუ მალე დავინახავთ. და ამასთანავე აუცილებელია იმ ხედვის არსებობა, რის ნაკლებობაზეც თუ არ არსებობაზეც გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს გარემო და ეს ასე ვთქვათ ვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი, ნამდვილად გაუგებარი იქნება და საკმაოდ ძნელი იქნება იმ ამოცანის მიღწევა, რაც წელს დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. მოკლედ ბატონ კახა ძალიან გთხოვთ. საქართველოში საბოლოო ჯამში რეფორმების შედეგად, რომელიც ჩატარდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, ნაწილი ჩატარდა, მიდაგეთ იქამდე ჩატარდა რაღაც რეფორმები, შექმნილი არის საკმაოდ ჯანსაღი ინსტიტუციური მოწყობა ეკონომიკის. ანუ ჩვენი ეკონომიკის მანქანა არის საკმაოდ გამართული. ხო? ზოგჯერ შეიძლება ბენზინი აკლია, ზოგჯერ შეიძლება ძღოლს ვთქვათ, ცოტა, მაგრამ მანქანა ჩვენ არის საკმაოდ გამართული. თუ ჩვენ ამ მანქანას მნიშვნელოვნად არ გავაფუჭებთ, საქართველოს ეკონომიკა იქნება მზარდი სულ. ანუ თუ ამას ჩვენ თავში არ ჩავარწყავთ და არ დავშლით და არ ბენზინს არ გამოვიღებთ და წყალს არ ჩავასხამთ, ეს მანქანა არის მომართული რომ იაროს. ამიტომ მე ზოგადად ვარ ოპტიმისტი, ვთქვი რომ საქართველოს ეკონომიკა წელს გაიზრდება, შეიძლება იმ მაჩვენებლებით არ გაიზარდოს, მაგრამ გაიზრდება და საქართველოს ეკონომიკა და თუ აი ეს წელი გადავიტანოთ, ეს წელი რთულია, იმიტომ რომ აი საბიჯო დეფიციტის მაჩვენებლები არის დიდი და ასე ვთქვათ, ასევე შეიძლება პრობლემა შეიქმნას გადასახადების ამოღებასთან დაკავშირებით, მაშინ მე დარწმუნებული რომ 2015 წელი და შემდეგი წლები იქნება ესეთი ნორმალური საშუალო ეკონომიკური ზრდის წლები. არ იქნება ფანტასტიკური ეკონომიკური ზრდის წლები, მაგრამ იქნება საშუალო ეკონომიკური ზრდის. კი ბატონო, ძალიან მოკლედ ბატონო ემზარ, თუ შეგიძლიათ რომ ვეთანხმები, ბატონო დახეს. მე არ ვალამარაგებ. კი, მაგრამ თქვენ ძალიან შორიდან დაიწყეთ ბატონო ემზარ, აი ნახავთ მიხვდებით ხო დღევანდელ. ჩვენ იცით რა არის? ბატონ კახამ თავის გულში თქვას, რამდენი დაუმთავრებელი რეფორმატორი დარჩა თვითონ რომლის გაკეთება უნდა და თავის გულში რა წერდა კიდეც ამის თაობა. არო არ გააკეთებინეს. რამდენი არის ჩვენ ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხვალ რა ვქნათ ამაზე. აი მაგას გეკითხებოდით მეც და თქვენ. 2014 წელი გზაჯვარეთ შეილაბარაკა და მე ხა ისე ლაბარაკა როგორც თავრობის პრესამსახური ლაბარაკა და მე რატო ვიტყოდი რამეს იმიტომ გზაჯვარედინია ნახეთ სადღაც წერია რომ უკეთესი იქნება 2014 15 კიდე უკეთესი და შემდეგ და კი ესეც იქნება თავარი რაზეც შემიძლია ჩემი მოსაზრება ცოტა განსხვავებულად გითხრათ. ცხადია მე დავწერე კიდეც ამის თაობაზე. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ბატონ და ყველა დროს გადავაჭარო. თუ ეკონომიკურ სისტემას გონივრულად მოდერნიზებაც არ უკეთებ, მაშინ ზუსტად ისე უნდა იმოქმედო, როგორთაც ეს სისტემა აგებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა არ იმუშავებს. მთავრობის შეცდომა რა იყო? მათ მოინდომეს იმ ძველის უარყოფა, მაგრამ ახალი სისტემა ჩამოყალიბებული ერთიანი არ ქონდა და ამიტომ გამოვიდა ეს 2013 წელი ასეთი რთული. თავარი რა არის? თავარი არას თვითონ სისტემა, არამედ სისტემის მიერ დადებული შედეგი, ხო? თუ ჩვენ შევხედავთ, ჩვენ გქონდა მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილები, ჩვენ გქონდა მატერიალური კეთილდღეობის ზრდის პრობლემა, ჩვენ გქონდა შემოსავლების პრობლემა და ასე შემდეგ. ამდენად იმ მექანიზმს თავისთავად დახვეწა ჭირდებოდა. მე არ ვფიქრობ, რომ ის მექანიზმი მთლიანად დასრულებული სისტემა იყო, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებდა. რომ ფიქრობ რომ ცვლილება გარკვეული აუცილებელი იყო, მაგრამ 2013 წელს ეს ცვლილება არ განხორციელდა და არც ის განხორციელდა, რაც წინა ხელისუფლება ამ სისტემას ამუშავებდა და მივიღეთ სიცარიელე რომელმაც. კი ბატონო, და მინდა რომ ხიარულ ნოტაზე დავასრულო მაინც ეს გადაცემა მიუხედავად იმისა, რომ თემა თვითონ საკმაოდ ძიმე იყო, შეიძლება მაყურებლისთვის იმის. ეს კალენდარი რომ ვიყიდე პირველად ჩავხედეთ ჩემი დაბადების დღის კვირას და აი ეს ძალიან კარგი ციტატა შემხვდა და მინდა წაგიკითხოთ. ბეღურა არ შეუჭამია პინგვინს. მერცხალი შეჭამა. საუბედუროდ მერცხლები ძალიან სწრაფად ტრიალებდნენ. ის ტბა, რომელიც ეკუთვნის პინგვინებს და ასე იდგა და დასაფრებული იყო. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ჩვენ კიდე დავბრუნდებით მესამე ნაწილით, არ გადაართოთ მესამე ნაწილის თემა იქნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, სახელწოდებით ბიო, სტუმრები შეიცვლებიან. მადლობთ კიდევ ერთხელ.